მოგესალმებით ძვირფასო ტელემოყრელებო, ძვირფასი ბიჭები არიან სეზონის ბოლო გადაცემაში. სტუმრად წარდგენა არ სჭირდება პრინციპში. ჩვენი ყველა მაყურებელი და მსმენელი ამ ბიჭებს იცნობს, დღეს არის ბოლო ფინალი ამ სეზონში ჩვენი გადაცემისა. ბაჩო არის ამერიკაში, გური ოპერაციას ეკეთებს მენისკზე, წარმატება უსურვოთ და ჩვენ დავჭით, მაგრამ ჩვენ ისეთი კარგი გუნდი ვართ ტელევიზიაში, რომ ერთმანეთს ვსვლით. კი ბატონო, დღეს შეიძლება გავუშვებთ, რა თქმა უნდა, ვიდეოს, მაგრამ ამ კაცმა დაწერა ძალიან საინტერესო კომენტარი ილე ჭავჭავაძის ლიბერალობაზე. და ამ თემიდან უნდა დავიწყოთ, ჩვენ მოიყვანე ესეთი მაგალითები მისი შემოქმედებიდან, მისი პუბლიცისტიკიდან, სადაც საერთოდ პირიქით ირკვევა, რომ პირიქით არის და ლიბერალებს აკრიტიკებს ძალიან მკაცრად. ამასთანავე მე ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამიც ნახე მქონდა ადრე და გავიხსენე. უბრალოდ როდესაც ის სამშობლოს ძალიან ემოციურ, მშობლიურ, ირაციონალურად საყვარელ რასმეს ადარებს, ხოლო სახელმწიფოს კი ამ ემოციური, ირაციონალურის, თუნდაც ჩვენი ფოლკლორის, თუნდაც ჩვენი სუფრის დაცვისთვის შექმნილ რაღაც წარმონაქმნს ადარებს. ანუ არის სამშობლო, ემოციური, თბილი დედა ჩათვალე და არის სახელმწიფო თავისი კანონებით, თავისი დეტერმინიზმით, რომელიც იცავს აი ამ ჩვენს სამშობლოს. ამით ქართული ოცნების და ზოგადად ჩვენი იმ ხალხის არ ვიცი კონსერვატორები დაუძახო თუ ის არ ვიცი. და რა თქმა უნდა ილია ჭავჭავაძე ესეთი იყო, რატომ გავაბი ეს ხიდი. კონცეფცია და ძირითადი ფილოსოფიური ასე თქვათ დოქტრინა, თეზა ჩვენთვის ნაცნობია, ხო? სამშობლო, მის სიყვარული და სახელმწიფოს მორჩილება სამშობლოსადმი, აი ამ დიადი მიზნისადმი. რა თქმა უნდა, არც ევროკავშირი, არც ევროატლანტიკური კავშირი არ უნდა გვეწეროს კონსტიტუციაში, თუ ამას მივიდევთ და ასეც იქნება. მაგრამ მე უბრალოდ მინდა გავიგო აი ამ გადაცემის ამ სეზონის დასასრულს, რა უნდათ აი ამ აკაცუკებს და მაიმუნებს. რა უნდათ, რა აქვს წარმოქმნილი? არ შეიძლება რომ ყველა ადამიანი მხოლოდ ფულის გამოაკეთებდეს ამას. მე მგონი არა, რაღაცა იდეა აქვს, ანუ იდეიზმს გავსი. ჩემი რა თქმა უნდა, პირველი ეს არის ძალაუფლებაში დაბრუნება და ამის ავადმყოფური ჟინის დაკმაყოფილება, მეორე რევანში ჩვენზე, იმიტომ რომ ბავშვობიდანვე ვეზიზღებოდით, ქართული რო გიყვარს ისეთი. და მესამე რა უნდა იყოს, მინდა უბრალოდ გააკეთოთ კომენტარი. რა არის ზოგადად ადამიანის დამოკიდებულება რეალობისადმი არის რაღაც სიმბოლოებისადმი. ბევრი ავტორი არსებობს, მაგალითად, გაი დოიჩე არის, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მაგალითად ერთ-ერთ ოკეანეების ტომში ლურჯი და მწვანე ერთი და იგივე სიტყვით აღინიშნებოდა. ნუ ეხლა შეიძლება აღინიშნებოდეს, მაგრამ კვლევა ჩაატარეს და თურმე ვერ ანსხვავებენ ფერებს. იმიტომ რომ სიმბოლო არ იყო მოწოდებული ამენაში, არ იყო აღნიშნული ამენაში და შესაძლოა ჩვენი თვალებით კი არ ხედავთ. ხედავთ რაღაცა ენით. ეხლა არსებობს ეს სხვა ენები და არსებობს იდეოლოგიური ენაც. მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ რეალობას გაუცხოებულები არიან, ისინი ცხოვრობენ გარკვეულ მეტაიდეოლოგიურ რეალობაში. სადაც მაგალითად არსებობს რაღაცა ესეთი სურათი, რომ ეს ჩვენი რეალობა ტოტალურად შეცვალა რუსეთმა. ჩვენ სხვანაირები ვიყავით, ოღონდ როდის ვიყავდით სხვანაირები, ცოტა გაუგებარია მათივე მე-12 საუკუნეში. ხო, ეხლა ქმნია რაღაცა მით პირველ რესპუბლიკის შესახებ და ასე შემდეგ. და ნუ ევროპელები ვიყავით მაშინ, მართლაც ნოე ჯორდანია მაშინ დაწერა, რომ ჩვენ ევროპელები ვართ და ვერძვით ბოლშევიკებს, ეს ტექსტი მართლა აქვს და ამას იყენებენ ხოლმე და შესაბამისად, რადგან ყველა ეს ტოტალურად გადააკეთეს, ამიტომ ამ ყველასთან არა გვაქვს ჩვენ შეხება. ეხლა უნდა გადმოვაკეთოთ, როგორც გადააკეთეს, ისე უნდა გადმოვაკეთოთ. რა თქმა უნდა, მათ არ უნდათ ქართულ საზოგადოებებს არ უნდა გადაკეთება და ჩვენ უნდა ვაიძულოთ ის და როდესაც ის ქართული ისეთი იქნება, როგორიც იყო ჩემ წარმოდგენაში, აი მაგ ლიბერალის წარმოდგენაში, ხო? მაშინ კი ბატონო, მაშინ ყველაფერს უფლება უნდა მიეცეთ. ეგეთი ადამიანები არიან, აი ეს რა ვიცი, აკაცუკები და კიდე სხვა ვიღაცები, ხო? შენ მე ამაზე მახსენდება ხოლმე, აი როცა ამ ჩვენს ეგრეთ წოდებულ აკაცუკებს უყურებ ხოლმე და თლიანად ამ დისკურსს რა, რასაც ჩვენ ვებძვით, აი ფრენსის ბეკონს მოდერნის მამას ერთ-ერთ ფილოსოფოს ჰქონდა ეს იდოლები, რომ ანუ ადამიანის ცნობიერებას აპყრობს რაღაც იდოლები და ერთი არის მარტივად ვთქვათ ენის დამაბრკოლებელი იდოლა რა. აი როდესაც აი მაგალითად
ყველაზე მარტივად ვთქვა, შენ გჯერა თოვლის ბაბუის. და ამაზე შენ აშენებ და თქვა მთელს ემოციურ ინვესტიციას დებ, ფიქრობ რომ რა კარგია და ასე შემდეგ, ხო? და ვიღაცა რომ მოდის რომ ეს პირველად გეუბნება რომ ეს არ არსებობს. ვიღაცა ის მტერი ხდება, ანუ ენას აქვს უნარი რომ რეალობა დაამახინჯოს, ძალიან მარტივად ვთქვა და ეს იდეოლოგიზებული ენა არის რამდენიმე ფენიანი, ხო, თავისი ცნებები აქვს და ასე შეიძლება, მაგალითად, აი ცნება ასეთი დასავლეთი, ხო? არის ერთ-ერთი რიჩარდ საკვარი, ესეთი მეცნიერი, ახაც იყო ჩამოსული ცოტა ხნის წინ. ის ამბობს, რომ ეს არის ენობრივი გადაგვარება, არის რაღაც პოლიტიკური დასავლეთი, მაგრამ კულტურულად რაღაც კულტურული ერთიანობა ამათ არ ქონიათ, ხო, იყო თქვა უნგრეთის სხვა არის, სხვა არის. ანუ რაღაცა ისეთი აბსტრაქციებით ოპერირება, რომელსაც შენ თუ განუდგები, მე ხარ ცუდი. აი რაღაცა ეს აბსტრაქცია არის, უბრალოდ აბსტრაქცია ხშირად. ეს სრული დამოკიდებულება ქართული ძირძველი კულტურისადმი. არა მარტო სახელოსახვითი თუ სხვა ხასიათის არამედ ყოფითი კულტურისადმი. ეს იყო ბრძოლა ჯერ კიდევ სააკაშვილმა გამოუცხადა. ჩემი აზრით არის უბრალოდ დაბოღმილი ხელმოწარული ხალხის რევანში. და ვინც ბავშვობა შეიძლება რაღაცა გარკვეული რეფორმები აქაც გინდოდეს კულტურულ ყოფაში, მაგრამ აქ უნდა მოერიდო რა. აი რესენტიმენტი. მაგრამ აი პირდაპირ, როცა გეზიზღება ყველაფერი, გრუზინს ეძახი, ხო, ასეც. ნუ უკვე ავადახა. შალვა რადგან ბოლო და ბოდიში. და როდესაც შენ უცებ ძალიან ვერაგულად გეპარება ეჭვირო, ბიჭო, მე მგონი ქართველების უმრავლესობა ასეთია. იყო იქ რაღაცა პესიმისტური გამონათქვამები, რომ ეს ხალხის ბრალია და ასე შემდეგ ხო. აი აქ მან მე მგონი სასუთარკვეთამდე უნდა მიხვიდე. კი, აი ნუ რადგან ბოლო გადაცემა შეგვიძლია ალბათ ესეთი ექსკურსები სეზონის, ხო? ნიჩეს აქ ეს რესენტიმენტის ცნება, ხო, რაღაც ბოღმის, შურისძიების და რაღაცა დაჩაგროების ნაზავი. ჩემი აზრით ეს არის რესენტიმენტი ქართულად. ოღონდ ქართულად ამ შემთხვევაში ბნელი მხარე რა რაღაცნაირად, აი ყველა საზოგადოებაში არის სამწუხაროდ ესე. აი ვინც რაღაცნაირად აი ვერ ეგუება ამ ტყავს რა, აი იმიტომ რომ გასაგებია რომ აი პატარა ქვეყანა, ქართულს ამბიცია აქვს, ასპარეზი პატარა და აი ხო ხდები რაღაცა აი რაღაცნაირი ის არათანხვედრა ხდება ბავშვობაში რაღაც ჩაგვრა და მე აი შურისძიების სურვილი რომ რაღაცნაირად საზოგადოებაზე აი წარმატების კულტურაც რაზეც არის ეს ობივატელის კულტურა, მომხმარებლის კულტურა დასავლეთში აგებული ხო, რომ წარმატებაა მთავარი. ეს არ არის არც კათოლიკური, არც მართლმადიდებლური, მithom ეს პროტესტანტული კულტურაა, ხო? ესეც უცებ ხდებიან, რომ ის ადამიანები, რომლებიც მართლა წარმატებულები არიან, ამასაც არ მისდევენ. მაგალითად, ავიღოთ ძალიან სპეციფიურია ხვიჩა კვარაცხელიას წარმატება. ვერ პატიობენ ხვიჩა კვარაცხელიას, რომ ლოცულობს, რომ პატრიარქი უყვარდა. ვერ პასუხობენ, რომ იქაური გაგებით წარმატებული ადამიანებით არ იქცევა. თუმცა, ანუ მაგალითად, აი ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აი ჩვენთან მოხდა ეს სოფხედელობრივი მოbrunება იყო, რომ კონსერვატიულმა საზოგადოებას თურმე ცოდია ინტერნეტის გამოყენება, რომ როდესაც მაგალითად ნახა, რომ აი უკრაინაში რომ ომია და იქიდან კადრები რომ ნახა და ინტერნეტში რომ ჩახედა, გააპროექცია თავის თავს და ეს არ უნდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დაგისვა შენ. თუმცა ჩვენ ხედავთ აი ამ ეგრეთ წოდებულ კრეატიული ახალგაზრდობის მიდრეკილებას, რომ თავის ფილდში გაატაროს ქართული ტრადიციული ღირებულებები. სუფრა მაგალითად, ხო? ჩვენ უყურებთ ას თუ ისე ახალგაზრდა კაცუკების მიერ გახსნილ სამწვადეებს, ხო? როგორ ცდილობს ჩერგო ვეფხისტყაოსნის დაჩემებას. აი ეს ჩვენ ამასაც ხედავთ ჩვენ. აი ზოგადად ლიბერალიზმის ქართულ კონტექსტში არის მოუნწიფლობასთან დაკავშირებული. ეხლა შენც გაქვს ნათქვამი, რომ ახალგაზრდობაში მაგალითად ილია ჭავჭავაძესთან და სხვა დამოკიდებულება ჰქონდა. ეს ხო მოუნწიფლობის ბრალი იყო, იმიტომ რომ არ იცოდი რაღაც ტექსტები, კონტექსტები, ისტორიული რაღაცა. თვითონ ვიცოდი ზე არ არის, რომ ცოდნო და მაინც ვერ მივიღებდი, იმიტომ რომ ამ პარტავანი ვიყავი და საკუთარ არ მიმაშინა და დედამიწა ქარნა. არსებობს ცოდნის ელემენტი, არსებობს ფსიქოლოგიური და ემოციური ჩამოყალიბების ელემენტი, ხო? ანუ ადამიანს სჭირდება რაღაცა დრო იმისთვის, რომ რაღაცა შეიცნოს. ანუ ცოდნა ეგეთი ფენომენია, ცოდნა არ მოდის რაღაცა უცბად, ცოდნა მოდის რაღაცა გამოცდილებით და შრომით მოდის. აქედან გამომდინარე, რატომ არის ყოველთვის ესეთ ლიბერალები რატომ აკეთებენ ახალგაზრდებზე ესეთ აქცენტს? იმიტომ რომ მათ დრო არ მიცენ, რომ ჩამოყალიბდნენ. ანუ და აქედან გამომდინარე ეს ძალიან ესეთი საინტერესო ფენომენია. სხვადასხვა აი ეხლა ვფიქრობდი, რომ აი ფსიქოლოგიური ფენომენია ესეთი, რომ საკუთარ ტყავში რომ ვერ ახარ კარგად და საკუთარ თავს კი არ ცვლი, გინდა რომ სხვა დანარჩენი შეცვალო.
აი ეს სურვილი რომ სხვა დანარჩენი შეცვალო. აი მაგალითად ვიღაცებს არ მოწონს ეს ქართული რაღაცა მუსიკა, ფოლკლორი და ასე შემდეგ. კი ბატონო. არ ვიცი არიან თუ არა ესეთები, მაგრამ ალბათ არიან კი ბატონო. გემოვნება ჭრელი არის და ბუნებრივია, მაგრამ შენ თუ თვლი რომ აი არავის არ უნდა მოსწონდეს. ჩვენ იმიტომ ვარ ცუდად რომ ეს ადამიანები ესეთ მუსიკას უსმენ. შენ თუ ესე თვლი ეს ნიშნავს იმას რომ ქართული სუფრა არის ფარისევლობის და რაღაცის ესე თვლიანი. Keipi- ფარისევლობის და კეივი გეი. кейფი არის გეიფი როგორც ჯერენაია თუ ასე ფიქრობ, მართლა პრობლემა გაქვს რა და გინდა არ იქეიფო არასოდეს და ვინც კეიფობს ისინი დაიჭირო. არც რა არის აქ თავი პრობლემა რა არის იცი რომ საკუთარი ცხოვრებით ვერ ცხოვრების მომენტია რა ანუ როდესაც შენ აღარ შეგიძლია საკუთარი ავტონომიურობა გქონდეს საკუთარი ესე იგი გემოვნებით იცხოვრო და გინდა რომ სხვის გემოვნებაში ჩაერიო სხვა შეცვალო და სხვა მაგრამ რაჭით აი ესეთ ადამიანებს ნუ ჩერგოი გიჟია გასაგები და ბოკერი ავატყოფია და გიჟები და ავატყოფები არიან მაგრამ მათ შორის არიან ადამიანები რომლებიც თავდაცვის და არან სუფრაზე არ მოსწონთ რომ ქართველების უმრავლესობას ესენი ეზიზღება და ადარებენ ვიღაცებს რომელსაც არ ვიტყვი აქ რაღაცა გარკვეულ ხალხს დასავლეთშიც და საქართველოშიც ხო ეს საოცარი არაპრაგმატულობა საიდან მოდის მაინც არც თუ ისე დიდი ბაბლი ამას ხედავენ წვალობენ ისე ბიძინა ივანიშვილი მინდა გავიხსენო ნიკოლაიაშთან ინტერვიუში რომ თქვა რომ არ გამოუვათო მეცოდებიან რომ წვალობენ გამოიქანებიან და კედელს ედარცხებიან და ზიანდებიან იცი რა არის ძალიან გავს ეს პროცესი აი მე-15-მე-16 საუკუნეში, როდესაც პროტესტანტიზმმა გაიმარჯვა, პროტესტანტებს ჰქონდა ერთი გამოსავალი. თუ კი ისინი იკრიბებოდნენ და საზოგადოებას მათი არ ესმოდა, ისინი მიდიოდნენ ახალ მიწაზე. და გადადიოდნენ. ეხლა და ეს თუ იმ საზოგადოებასთან არ ქონდათ კავშირი, ესე იგი სხვა თემს აყალიბებდნენ და თუ სხვაგან მიდიოდნენ. კი ბატონო. ხა ამათ ეს მომენტი არა. არა, აქ უნდათ ხო. აქ უნდათ. ამიტომ ესენი იქცევიან როგორც ოკუპანტი იქცევა. რა შვება? აი კლასიკური ოკუპანტი რა შვება? ცვლის ისტორია, ლიბერალები როგორც ოკუპანტები. მენტალური ისტორიას, გეუბნება რომ ის კი არ არის უცხო. ოკუპაციის მუზეუმი არის ჩემთვის ყველაზე წმინდა. არა, საქართველოს მუზეუმი, არის ოკუპაციის მუზეუმი. რომელიც რატო არსებობს? ანუ რას შველის ეს ოკუპაციის მუზეუმი? ოკუპაციის გადალახვას შველის თუ რა ეს თავდამონო ფარისეულობა. იმიტომ კი არა რომ თქვა ავთენტურად მართლა ტკივა თქვა ის რუსეთის მიერ მოყენებული ზიანი. არა, იმიტომ რომ გეოპოლიტიკურად ანგლოსაქსური სამყარო არის დაპირისპირებული რუსეთთან და ესენი ანგლოსაქსური სამყაროს მსახურები არიან. დარწმუნებული რომ ჩაიხედო ვინ დააფინანსა? და ბევრ საინტერესო NGO-ს ნახავით. ანუ აქ თავარი არის ის რომ ესე იგი მენტალური ცვლილება რომ სიამდვილეში უნდა შეცვალონ როლი. მათი თავარი ფუნქცია არის როლის შეცვლა. ისინი თავის თავს გრძნობენ მსხვერპლად და მათ უნდა შეცვალონ ეს როლი. ჩვენ უნდა ვიყოთ მსხვერპლი, ისინი უნდა იყვნენ დომინანტები რა. ეს არის ოკუპაციის თავარი ეს არსი რა ყოველთვის. თან ბოდიში ნუკრი განსხვავებით აი ავთენტური პოლიტიკური კლასისგან ისინი უყურებენ მსხვერპლისა და ესე იგი თქვათ მსხვერპლისა და ბატონის ჭრილში. აი ან მე ვარ მსხვერპლი, ან მე ვიქნები ბატონი, ვინც მსხვერპლად აქცევს საზოგადოებას, ან პირიქით. ანუ კუთხეში მიმწყდეულის ეთიკით საუბრობენ, რადგან აი სხვა მენტალობისა კი, რა თქმა უნდა, ყველა საზოგადოებას ყავს რაღაც პოლიტიკური კლასი, ხალხი ფართო მასები, მაგრამ რაღაცა საერთო მნიშვნელი არსებობს ხოლმე კულტურა, ენა, სახელმწიფო ცნობიერება, ინფორმაციული ველის, ისტორიული განგზობადობა რაშიც არიან, მაგრამ არ არის ეს რომ აი რაღაცნაირად ერთნი არიან, მაინც მიუხედავად იმისა რომ სხვადასხვა სფეროში მე ოპოზიციის თვალსაჩინო წარმომადგენელი რა თქმა უნდა ნაციონალური მოძრაობა დღეს რაც დარჩამ გაფარჩაკებული პარტიისგან და ნანუკან ჟორჟოლიანი ამბობს რაღაცას ახლა მერტი ჯულის ასაცილო არის უკვე ნანუკან ჟორჟოლიაზე დაცინვა, მაგრამ ბოროტი გოგოა ძალიან ისე გაგწირავდა და ისე გაგისტუმრებდა საიქიოსაც კი თვალს არ დაახახდა, იმიტომ რომ ქაჯია რა ხო გესმის აი ზოგი ქაჯია სირდაბოლნაა არის ესეთი, მაგრამ ეს არის ძალიან ტელეფონის ზარის გამო არ მოხდა ეს ხო ძალიან ცუდი გოგოა ძალიან და თან ტუპაია მაგრამ ნუ კაი მაგას თავი დავანებოთ ხო და აგერ ხა თურმე მიშას რაღაცას ელაპარაკება რომ უნდა გახდეს თავმჯდომარე თუ თანათავმჯდომარე ეგ ვიდეო გვაქვს ხო გაუშვით შენ
ანუ აი ამ შემთხვევაში თუ კი შედგება ეს მოლაპარაკება, შენ იქნები რა პოზიციაზე პარტიაში, ანუ პირველებს ქონდათ გამოტანილი ინფორმაცია თანათავმჯდომარეობის შესახებ, ანუ შესაძლებელია ორი თავმჯდომარე. არა, ორი თავმჯდომარე და არა. თინა იქნება თავმჯდომარე. მე ვიქნები თანათავმჯდომარე. არ ვიცი, რაც უნდათ ის დამარქვან. ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის რა მერქმევა იქ. ჩემს მნიშვნელოვანია რას გავაკეთებ. ეხლა რას გააკეთებს, რასაც აქამდე აკეთებდა, იმას გააკეთებს, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ჯერ ჰაბიტუსი ნახეთ, სოციალური ჰაბიტუსი. გარეგნობაზე არ ვცარ ვაკაცო, რა ჩაიცვა ესეც მისი არჩევანი იყო. ჰუსარის ფორმა, ხო? ჰუსარის ფორმა. მე რას ბოდავს საერთოდ, ხო? რამდენი შეცდომა დაუშვა უცხოურ სიტყვებს რომ ამბობს, ხა ვერ ისწავლა, ხო და აი ეს ადამიანი ეს მიშას აზრით, მიშას, რომელსაც გასაგები ორი წიგნი აქვს საკითხული ხალხო, სააკაშვილს აქვს. ოღონდ უკითხავი ტიპია, მაგრამ რაღაც ორი წიგნი აქვს და 3-4 ენა იცის, ხო? ანუ IQ ამაზე დიდი აქვს, რა თქმა უნდა. ეს არის სირაკლე მასდომის, მაგრამ ხო ხდებია რა. ანუ აღარავინ არ დარჩა და თვითონ დასავლეთშიც არის ესეთი ფენომენი. ხა შეიძლება ვთქვი რომ წარმატების ეგრე აღარ არის. იქ არის მუდმივი სხერფლის. ოღონდ მორალური. ეხლა ევროპაში კი. მორალურად ამერიკაში არა. ნუ ამერიკაშიც არის იქ საუნივერსიტეტო სისტემებში და იმებში. ლიბერალებშია ხო რა. მემარჯვენეებში. რა არის რომ შენ უნდა მუდამ უკმაყოფილო იყო, მუდამ სხერფლი იყო. მაშინაც კი როდესაც მოზალად ეხან, მაშინაც კი სხერფლი უნდა იყო. ეს შეიძლება სააკაშვილის ფენომენია რა. როდესაც ის იყო, რა ქვია. ხსნიდა ამას იმით რომ თავს იცავდა. თავს იცავდა. ანუ იმის თქმა მინდა რომ ეს ნანუკა გამოხატოს სწორედ ამ ეთიკას და ამ ესთეტიკას. გამოხატოს ამ ესთეტიკას. ოღონდ შეგნებულად არა, იმიტომ რომ აი გლუვია და ნაოჭი ხო უნდა კონდეს. რაღაც ეთყობა ისე მოეწყო. ანუ როგორ არის ნაციონალურ მოძრაობას ეხლა უნდა ხელმძღვანელ რიგებში ადამიანი, რომელიც არის გლუვი, რომელიც არის ქაჯი, ну она тупая, конечно, და რომელიც აი ამ რაღაცა ტუპოი აქტივიზმს განახორციელებს რა. იმიტომ რომ მე ხე რა დებატში უნდა დაждდეს, რა ჭვიანური აზრი უნდა თქვას, ხო? ანუ ეს დრო მოვიდა რა. ხაბეიშვილის მერე, მაგრამ თან ეს უწუნებს ხაბეიშვილს რაღაცაზე. მამა ყავს უთხრა რომ შავი ხარო რა. ხო და ესეც ეპოქის ნიშანია, რომ თავი პრობლემის ის არის, როგორც თავში ვახსენე სამშობლო და სახელმწიფო. მაგათ ეს აი როგორ აქვთ მაგათ? ბიძინა ივანიშვილმა თქვა რომ სამშობლო არის ემოცია, სახელმწიფო არის ამას დაიცავს. და გასაგები ხდება ყველაფერი. თან მაგრად თქვა რომ თუ სამშობლო არ გიყვარს, სახელმწიფო რად გინდაო? იმ ადამიანს ვინც სახელმწიფოზე მუშაობს. ლოგიკურია სამშობლო თუ არ გიყვარს, სახელმწიფო გინდა პირადი ძალაუფლების და პირადი ინტერესები. აი არის საინტერესო. ამათ აქ როგორ აქვთ? სამშობლო რა არის მათ? სხვადასხვა აი თომა აქვინელს ვკითხულობდია ამ დღეებში და იმას აქვს ესე მოყვანილი ტირანიის განმარტება რა და ტირანი არის ის ვისაც აქვს პირადი ინტერესები და არ აქვს საჯარო საყოველთაო ინტერესები. ხო და მეფე პირიქით არის რომელსაც საყოველთაო აქვს. სიამდვილეში ესენი არიან აი სწორედ აი ამ სახელმწიფოს უყურებენ როგორც ტირანები. და მართლა ესეთი არის. ხო რა არის ამ ტირანიის მთავარი ესე განსაზღვრელი რა? ეს არის უსამართლობა. უსამართლობის ეთიკა არის რა მთლიანად. ეთიკა შეიძლება უწოდოთ. და რატომ არის ეს ესე? იმიტომ რომ აი კვლავ იმეორებ, ეს არის ოკუპანტის ცნობიერება. ეს არის უცხო მიწა მათთვის და ეს უცხო მიწა უნდა გახადონ უნდა აქციონ საკუთარ მიწად. და სამშობლო რომელი? აი ნახეთ, მოთაბარეები როდესაც მოდიოდნენ და ადგილობრივებს ანადგურებდნენ იქ მე თვითონ იწყებდნენ ცხოვრებას და კულტურა ეცემოდა. ხშირი შემთხვევაში მათ ქალაქებს ადგილობრივებს ქალაქებს ანადგურებდნენ და კულტურა ეცემოდა. კულტურა ეცემოდა, ყველაფერი ეცემოდა, მაგრამ თავიდან იქნებოდა. იმისთვის რომ მათ ახალი სამშობლო შექმნან, ძველი ვინც აქამდე იყო, იმათ უნდა გაანადგურონ. ეს ხო старый мир разрушим, да основание азатებ, новый мир возникнет, кто был никем, кто станет всеми. ძალიან მაგარი არავინ რომ არისო და ბოლშევიკური თემა აქვს, ხო იცი? მაგრამ მე რას ვერ ხვდები? ადრეული ამათი სამშობლო სად არის? აი რა სტეპებია, მომთაბარეს კიდე რაღაცა ის ქონდა. ვიტალური ძალა ქონდა, რომ და მიდიოდა და ამათი ვიტალური ძალა არის გარე იდეოლოგიის გამოყენება იმად, რაც იმათვის ცეცხლი დამახვილი იყო. აი რას აპირებს, მოდი გავუშვი. ნანუკას კი არ ვერჩით კაცო. ნანუკა არის განსახიერება, სიმბოლო.
კრეფსიტის სახე ამათი და ეხა ხო დაიშალნენ ესენი მორიგჯერ. იმ ყველაფერს თუ იმ შემთხვევაში თუ თანხმობეთმა რაც მოყვევი, ჩემთვის მნიშვნელოვანი არის შიდა სტრუქტურული რეფორმების გადამწყვეტი ნაწილი იყოს აქეთ ამხარე. ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ საქართველოში დაგეგმილი რეგიონებში გასვლა სხვა რა თქვა რა, აი ეს რა გეხვეწები ვითხარით. აი ეს რა არის? ვერ გავიგე. გაუშვით. გადამწყვეტი, ჩემთვის მნიშვნელოვანი არის შიდა სტრუქტურული რეფორმების გადამწყვეტი ნაწილი იყოს აქეთ ამხარე. ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ რა, რომელი გეხვეწები? სააკაშვილი იყო სტრუქტურების შიდა პარტიული სტრუქტურების იქეთასაც ხო არ ამბობს. აღარ გეუბნება იქეთ. არა, ნუ აი ხო ხვდები ტუპაა, ნუ დარჩქავდა. საქართველოში დაგეგმილი რეგიონებში გასვლა სხვა ფორმატით. ახალგაზრდული კარვებია, ეს აბსოლუტურად სხვა აი დებილია რა. მე მახსოვს დებილი ახალგაზრდული კარვები რა. შალვა შენს გახსოვს ალბათ მიშას და კარვების და ბუჩქების ამბავი. ანუ ამას სექსი უნდა რო იყოს, თვითონ კი არა. ანუ კარვების და ხიარულება კოცონთან. გეუბნები არის აი ბუჩქებში გადახვევა მიშა ამბობ ხალის ბანაკებზე ლაპარაკობ. ანუ ისევ ძველი ეთიკა. ხო, რევოლუცია, ბანაკები და ბუჩქები. არა, არის ერთ რამეს არ აქცევთ, ანუ რაზე საუბრობს? დიდ რიტუალზეა საუბრობს, რომელსაც არ აწარმოებს. შენ კიდე ნუ აძლევს რაღაცა დებილობა. აპრავო. მე რო ნახავ მოეწონება შენი ნათქვამი და იგი. ან ნახე მათ უნდათ რომ რაღაცა ესეთი ხალხი რო შეიკრიბება, რაღაც რიტუალური წესები რო გამხარდება, ხელისუფლება შეიცვლება. არა, ეს ახალგაზრდული კარვები თუ იქნება. ახალგაზრდული კარვები თუ ავდგები ბისინა ივანიშვილი, აუ, რამდენი კარავია. ინიციაცია. წავა. ეხო ინიციაცია. იყო, ეგ იყო რომ ნაცი რომ გამხდარიყავი და გაგეულო. მართალიას ფილმი იყო, სადაც დავიდან ბოლომდე კარგად დავინახეთ. გავუშვათ კიდე. სისტემა ახალი იყო იქნება ჩვენი ანუ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ გავაკეთებ და რაც თინას უნაკლოდ გამოსდის თინა გააკეთებს გასაგებია თინა ხო და უყურე როგორ არის თინა არ მოწონთ როგორც აი ამ კოცონების და ველური ფანტაზიების განხორციელების ლიდერი ემას აქვს დაუჩხრობელი ქაჯური ხო ქაჯებს ის აქვს ენერგია ქაჯებს გოიმებს მაგარი ენერგიულები არიან ხო შკეშინია რო უყურებ. თან ბოროტია. ანუ კარდაკარის მაგივრად იქნება კარავ-კარავი. ამან კარავი. კარავ-კარავია რიტუალური ცეკვა, ჰა? შაბაში და არა, შაბაში არა, რიტუალური ცეკვები. კოცების რიტუალური დაკლა. შალვა. ის თინა გაკეთებს უცხოეთთან ურთიერთობას. სტრუქტურულად აქეთ ხარეს იყოს რომ იძახის თინას არ მე მგონი აქ ინგლისური ცოდნის ამბავიც არის. რომ იმან იცის. ამან არის ის ხო მაგრამ. კარავ-კარავ სიარული. კარავ-კარავ ეხა მივხვდი რა. ანუ ეს რას ამბობს სინამდვილეში რომ ნაციონალური მოძრაობა ხალხს დაშორდა. ეს ამის იდეები არ არის სინამდვილეში, მიშას იდეები. კი. მიშას რო კრეატიული კლასი უნდა თბილისის ეხა კრეატიული კლასი. კრეატიული კლასი არ გაყვება დანუკას. ხო, კარგად ვიცი ეს კლასი როგორია და დედა მომიგდეს დანუკას თუ გაყვეს რა. ხო, ამიტომ თავაზობს ესეთ რიტუალის ისავარ მომხრე. ხო და ხო მიხვდა გულისხმობენ ესენი. ეს არ გაყვება, კარავი იქნება. დიდი კოცონი უნდა დაანთონ. ეგა. ენერგია ადამიანების ჯადო. კი კარვებიც უნდა იყოს. ჩვენ რო დავინახავთ, ყურებს ჩამოვყრით, ხო? რაღაცა ის შეიძლება შეიცვალოს. გავიქცევით. აი, მაგია ეგ, მაგის. მეორე გიჟი, მეორენაირი თამარ შეგოლიშვილი გავუშვით. და ვინც არ იცავს, ის არის გარეთ. და ეს არის მიხეილ სააკაშვილი. და კიდევ ერთხელ ხო კიდე უჩემოთ არაფერი არ უფრო სწრაფად გამოგვივა მიშა. გაცილებით სწრაფად და ამდენი ხანიც გამოგვივიდო და შენ რომ აოხრებელი გზირი არ ყოფილიყავი. და ან ყველაფერი ან არაფერი პრინციპით არ გემოქმედა მაშინ როდესაც ვერ წაიღებ ყველაფერს და ეს არის რეალობა. ეხაც მახსენდება ეს შენი კივილი რომ მე თუ არ ვიქენი ქვაქვაზე თუ დარჩება და ეს მოკავს სისროში მაგრამ ვერ მოიყვან. ჯერჯერობით აი ამ ყველაფრით და ამავნებლობით თავი გაიუბედურა ხო? მე-5 ადგილზე გავიდა თბილისში, დედაქალაქში. ყველაზე კარგად მაგანიცის, რას ნიშნავს მე-5 ადგილზე გაჩანჩალება თბილისში. მაგიტოება უჭება ახალს. მაგიტოება უჭება ახალს, ხალხს უნდა მოატყუოს, რომ ვითომ ახლის ხმები, მისი ხმებია და კი არ გაფარჩაკდა.
უბრალოდ ვიღაცები უსინდისოდ მოექცნენ თუ ასე შემდეგ. ჯერ ეს რაღაც ადამიანის თავისუფალი არჩევანია, ხო, რა ვიცი, ოლქმარ შორდება ერთმანეთს და თანაპარტიელებს მან ერთმანეთს ვეღარ გაუგონდა დაშორდნენ, ეს რაღაცა ქალების ეს ნანულები და ვიღაც წითლიძეები, ჩემი სახლიდან სტენკარატო წაიღე, აი რაღაცა საბანძეთი, მაგრამ უბრალოდ ისე ყარს ეს ყველაფერი, შეუძლებელია რომ ძალიან მალე არ ჩაირეცხოს. მე მინდა რომ ქვიშაში ვაჩხუბო ეს და ისა ნანული. მე ჩვენება თუ განხეთქილება პარტიაში თუ რა ხდება. რა მე ის რო შეიკრიბენ ეხა 26 მაისდა ხო დაიშალე. რატო ქნეს? რატო შეიკრიბენ იქ რატო შეიკრიბენ რატო დაიშალე? მე ეს კითხვა უფრო მაგრამ ეხა რას ამბობს ეს ცოტა ვერ მივხვდი. ეს ამბობს რომ ჩვენო მიშა არ გვინდაო ალიანსი. გავწიოთო, მაგრამ ესენი ამბობენ ჩვენ არ გავდივართო და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალ რეიტინგიანი ვაფშე მიკროსკოპული პარტიის ვითომ ლიდერი. ანუ რეალურად ლაპარაკობს ბევრს. ეს ხო გიჟია და ხალხს ხო გიჟები უყვარს მოწონს. როგორც ეპატაჟური ტელესახე. ამიტომ ეპატაჟებიან თუ რასაც ლაპარაკობს ნახევარი არ ესმის და სიგიჟია და აი ეს რომ მოდის ამას გონია რომ გავლენა აქვს საზოგადოებაზე რა. ხო და მაგიტომ მოდის როგორც გიჟი, შერყეული ადამიანი, ფსიქიკა შერყეული ადამიანი და ეს გიჟი ადამიანი რაღაცებს ლაპარაკობს. და გონია რომ რახან მე მეძახიან და ეთერში რახან ჩემს rilsებს რაღაცა ნახვები აქვს რომ შემიძლია პროცესებზე გავლენის მოხდენა და სიგიჟია ხდები. ხმაური და გავლენა ერთნაირი გონია. ხო, ხმაური და ძინვარება ესეთი. რა არის? აი ისე თუ გადაშორე ძალიან ქალური ამბავია ეგ ამბავი რა. აი აბსოლუტურად ესე იგი მე გადაშორე მაგ თეორია რომ ეს არის აპოლიტიკური კონფლიქტი. არა, ეს არის თავდაპირველად კულტურული კონფლიქტი. კულტურული არის. არა, ეს არის კონფლიქტია. არა, ეს არის რაღაც ქალური კონკურენციის კონფლიქტი. პედრო ამალდოვარი არის ესეთი, ესე რომ მე არ მიყვარს, მაგრამ ქალები ნერული ზღარის წინაშე გადაიღო ესეთ ფილმი, გაქვთ ნახე. აუცილებლად ნახეთ. ეს არის ქალები ნერული კრიზისის წინაშე დგანან და აი ეს არის აღწერილი აი ამ ჩვენი პოლიტიკური თემებით, ხო? ერთ-ერთი ასეთ ქალი არის ცუდი დედაბერი სალომე ზურაბიშვილი. დედაბერი არ არის შეურაცხყოფელი სიტყვა, იმიტომ რომ დედაკაცი და დედაბერი არის ქართული ფოლკლორული სიტყვა. სალომე ზურაბიშვილს უსმინეთ, ეხა პროსტა რეალს ბაზარობს. გავლილი მაქვს მე ეს ყველა მცდელობა რომ ამ პარტიებს რამე გააგონებინო და დააჯერო რომ რაღაცა უნდა დათმონ რაღაც მომენტში და პირველ რიგში ის დათმონ რომ ერთმანეთი არ ლამძღონ და ამითი კიდევ ერთი მეტგაცრუება არ შემოიტანონ საზოგადოებაში, რომელსაც ყოფნის ის, რაც ყოველდღიურად ხდება ქვეყანაში და ამითი დამძიმებულია, შენც არ უნდა იყოს ნაწილი ამ დამძიმების და ამ რაღაცა უიმედობის, რაც იქმნება ამ ქვეყანაში. ანუ გავლილი აქვს, მაგრამ გავლილი რო აქვს, ვერაფერი ვერ შეგვიძლია. არა, ამას კი ხვდება, რომ ერთმანეთს რო ლაფს ესვრიან, აი რა მაგ დროს რას ფიქრობენ, ანუ ელექტორალური გათვლა რა არის ეს ოპოზიციის ელექტორატს ჩემკე გადმოხაჭავს. ძალიან კარგი იდეა თქვა, ნუკრემ, ეს არის ნერვული კრიზისის ვარდხობი, ფემინისტური ადამიანების, ქალების პიტავოი ჩხუბი. სალომეც მატრიქსში. სარესხი რატო დამიწუწე? ხო. გაუფინე და რატო დამიწუწე? მაგრამ მიშა სად არის ჩემი ქვასანაყი? ერთ წელი რო წაიღე რატო არ შალვა და მიშა რა როლს თამაშობს ამ ხუბში? ფემინური ხო, ისტერიული. ყველანაირი მცდელობა რომ მაგის რაციონალიზაცია მოახდინო წარუმატებელი. ხო, არის რა პიტავოი ჯიგარი ხარ. ბორის ჩელეკულოა, მაგრამ რა უნდა? რომ კარგი შეთანხმება მიიღწეს, არსებობდეს აქტიური პოლიტიკური პროცესი, რომელიც ჩვენ შემთხვევაში სამწუხაროდ არ არსებობს და ეს უკვე დიდი ხანია გრძელდება. ოპოზიცია დაკავებულია იმგვარი საქმიანობით, რომელიც არავის აინტერესებს და ეს არის ესაგებია. ამ დროს ძალიან სევდიანი საკითხი გამოდიან თვითონ ოპოზიციის წევრები და იდახება ჩვენ ვართ, ანუ ოპოზიცია დაკავებულია მასტურბაციით. აი და ეგრე რატო არის, იცი? რაც მე ვთქვი. ბიძინა ივანიშვილის სიტყვები რომ მოიყვანე. აბა იქ დავბრუნდეთ რა. თქვენ არ გიყვართ თქვენი ქვეყანა. უბრალოდ სამშობლო. და რაღაცა გინდა და საწოდავი მრავალწინდახული ქვეყნა, რომელიც ძლივს ეღირსა და ყველაზე დიდი მშვიდობის ხანა დაუდგა თავისი თანამედროვე დამოუკიდებლობის დროში. არ გიყვართ. არა ისე შეგიძლიათ შეწიროთ გეოპოლიტიკურ რაღაცა უაზრო თამაშებს
წითელ ხალიჩაზე გავლას და რა ტელევიზორში გამოჩენას CNN-ზე. და მე უკვირთ რომ აი როგორ წავაგე ჩვენ ამ ომის აი ხო ესეც იყო გამოსული და ბიჭო ომის ნარატივთან კი არა პრინციპულად რომ ეს სახე აი რაც ბიძინა ივანიშვილმა რაც ხო სახელმწიფომ დაიცვა ის რაც უყვარს ხო რა თქვა ის ქვეყანა ის რავი კულტურა რომ იმას ბომბი არ დაეცეს და აი უყურე ჩაგიფსი მაგ ვინოში რო თქვა იმ ტიპმა ნიკუტას მეძახია ნიკუტა რატო არის თქვა შორის სალანძღავი ქათამი სალანძღავია შეიძლება გარკვეულწილად ნიკუტა რატო არის და ქათამს და ნიკუტას მეძახიან ოპოზიციონერებიო კოცების ისა იყო აი ვინოში ჩაგიფსა რო იტყვი ბიჭო არ უნდა კონდეს ეგ შენ დიდი იმედები რომ მასას ქართულ ხალხს ეს ხო ცხადია მე ხო ამ ის სიბრძნეს არ მომბობა რა ეს არის ბოროტების სიბრიყვე როგორც მე ხო იდიოტი ხაბჭო გაჩენი რაღაც სხვანაირად ან ბოროტება სფიერი შეიძლება იყოს ბრიყვება მეღვინე დავშე გინდა მეღვინეებს გააკრიტიკო რაღაც ისტერიული ქალები ხო ხდებია რა ისტერია ხო აი მე მგონი რომ აი ტრავმატულია ეს კოლექტიური ტრავმაა ეს უნდა სანახავია ლექსიკონებში სამეცნიეროსთან ახლოს წიგნებში ისტერიის ფორმები და განმარტება რა არის იუნგის დახმარება შეიძლება უფრო ფროიდი მე მგონი ხო უფრო ფროიდი მაგას აქ რას ნიშნავს ისტერია და ეს ხდება ახლა პერმანენტული ეს ხდება ისტერია უფრო როგორც ვიცი გაკარგინებს რეალობის საქმეს უფრო ღრმა კრიზისი შედის როდესაც სასურვას ვერ აღწევ. კი. რაც უფრო ვერ აღწევ, უფრო და უფრო მძიმე ფორმაში იღებს. აი დაფიქრება არ შეუძლია რა იმით. ხო, ეს დაფიქრების ნაკლებობაა. ეხლა მგონი ვართ აი რაღაცა უკვე არა რაღაც მეორე ფაზაში, არა მეათე ფაზაა თუ მე-11 ფაზაა ისტერიის რა. ხო, მეც ესე მგონი. ხო და აი ეგ მომენტი, ანუ კვლავ ვიმეორებ. რაც ხდება ოპოზიციაში, უკვე აღარ არის პოლიტიკური და რაღაც ანალიტიკური ენის ნაწილი, ესა ფსიქიატრიული ენის ნაწილი. მართლა ვამბობ, ყოველგვარი რაღაცა ხოვრობისა და ყოველგვარი რაღაცა იმის გარეშე. ეს არის აბსოლუტურად რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემებისა და ემოციური პრობლემების მქონე ადამიანების ერთობლიობა, რომლებსაც უკვე აღარ შეუძლიათ რაციონალური დაფიქრება, აღარ შეუძლიათ ელემენტარი რატო არ გამომდის, ხო შეიძლება? ხო, რატომ არ გამომდის? ელემენტარი რაციონალური დაფიქრება შეიძლება არასწორი სტრატეგია აირჩიოს სხვა, მაგრამ აირჩევ. ესენ ერთი და იგივე საკითხია. თუ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა არის ჩემს ხარეს. რატო არ გამოდის ხალხი ქუჩაში? აი ყველა შეიძლება ეგ კითხვა დასვა რა. ყველაზე ისეთი მაგალითი რა არის, აი ხომ არის ესეთი აი ან ხალი რო აგეკიდება, ან კაცი ქალს რო აიკიდება, სტალკერის ვარიანტი რა. რომ აი დაჟადია. ხო და აი როდესაც იმას არ უყვარს რა ეს ადამიანი და კი ასე აიკიდა. გინდა თუ არა ყველგარო მეს აკეთებს და ყველგარო ჩანს. ისა ზაგლებს. და როგორია რომ თუ მაქსიმალურად გამოჩდება მის ცხოვრებაში, იმას ის გადაიფეიქრებს ესე იგი და შეუყვარდება ეს და პირიქით ხდება აბსოლუტურად რა. ხო და ეს არის ისი როგორ აკიდებულია საქართველოს სახელმწიფოს ოპოზიციას ქართულ სახელმწიფოს არა. ხო ქართულ საზოგადოებას სამშობლოს. აი რა კარგად სახელმწიფოს არა. სამშობლოს აეკიდა უბრალოდ ადამიანებს რომელსაც ეზიზღებათ ეს სამშობლო ვერ ხდება. ვერც მიდიან და ეს სახელმწიფოს გამოგვიჯვა უნდა. და აქვს ეს გნოსტიკური რომ ბნელები გავანაცვლოს. სამშობლოს ადამიანები გზნობენ რომ ის მათ ხელში რომ აღმოჩნდეს ცუდად იქნება ამ და აი ბრაზდება ხოლმე თუ ეს გნობს და იცის იმ წყალიანი თუ ეს ვისაც დასდევს თუ სხვასთან კარგად გნობს თავს ხო აი ფაშინი ეგ ამაზე ბრაზდება ძალიან მაგალითად ხო ისე იგი მეთოდებით საგრებოს რაც მის შემდგომ ანტი ფაშინიანი აცრა არ გააკეთეს ეხა იკეთებენ და ძალიან რთული და ჩვენი საზოგადოება გაიზარდა რა ჩვენ საზოგადოება შეიძლება რაღაც შეცდომები მოუვიდეს, მაგრამ ის რომ მე ხან ნაცებს არ დააბრუნებს. ეგ ზუსტად ეგ არის ისეთი რაღაცა, როგორც რა ვიცი. ეს არის უკვე რაღაცა საზოგადოების გაზრდაზე მიუთითებს და საბოლოო ჯამში ერთსაც ვიტყვი და საბოლოო ჯამში ქართული საზოგადოებას ესეთი მეთოდებით ვერ შეაყვარებ თავს. ვერ შეაყვარებ. იბატონო, მართალი ხარ. კარგად ბრძანდებოდეთ მეგობრებო, ჩვენი გადაცემა სამიდაკო არა დიდი გაცემა, ხვალ გვექნება დიდი გაცემა. გემშვიდობებად ეს სეზონი დახურულად გამომცხადებია. უყურებთ ფეხბურთს, გაერთეთ, დაისვენეთ, ჩვენ და ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება. ახლა მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენი ბაჩო ნიუ-იორკშია, დღეს არ ჩაგვერთვება, ხვალე გური არ იქნება და გურის მაგრად ბიჭებიც მოვლენ, ბაჩოს ჩავთავთ იმედია. საპატიო მიზეზს გამოგტოვებთ
პრინციპში ამ კვირას ვამთავრებთ ორ შაბათს ასევე ორ შაბათს მოგახსენებთ რომ გავდივართ ჩვეულებაში ეს გადაცემა. ეს გადაცემა. იმიტომ რომ ემთხვევა მსოფლიო ჩემპიონატის როგორც მაშინ იყო როცა იყო ევროპის ჩემპიონატი. მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებს მე კიდე საპატიო მიზეზით გტოვებ თვალიდან, იმიტომ რომ ვიკეთებ ოპერაციას. ხო. არაფრის ისეთ სერიოზულ. მარტივ ოპერაციას მენისკის. კი ბატონო, აბა შენ იცი ყველაფერი კარგად იქნება, ეს მარტივი, ძალიან მარტივი მენისკის ოპერაცია. მაშინ შენ რო ფეხბურთელი იყავი, ხო გახსოვს? კი, ხო, მაშინ დაგიზიანდა და. კაი, მოდი ჩვენ დავიწყოთ ნიკა გვარამიათი, გავუშვით. უცბად გეტყვით, გინება ალიანსის შენიშვნების განა შააკაშვილს არ აქვს უფლება რომ შენიშვნები მოგწეს. მაგრამ მისი პარტია ხო უნდა იზიარებდეს ამას რამე თვალსაზრისით. ხო უნდა მოვიდეს და თვითონ მაინც თქვას. ან როცა იგზის, როცა იჯდა ხოლმე რამდენიმე თვის წინ. აზრი ხო უნდა მოეკითხებოდეს, ანუ თქვას რომ ეს ასე არ არის. გინდა თქვას რომ მიშა ფიქრობს ხვანაირად და ეს ასე ამიტომ ნუ მათ ისინი ამბობენ რომ მათთვის არის მიუღებელი სააკაშვილზე გაკეთებული განცხადებები, თქვათ ალიანსის წარმომადგენლების ალიანსის ბევრი წევრისთვის არის მიუღებელი სააკაშვილის განცხადებები ჩვენზე ან სხვა წევრებზე. მე რა ვქნათ ახლა ამის გამო. რა ქენდა ერთმანეთს იმას ქენთ. ისე გავაკეთებ რა ამაზე კომენტარს, ესე იგი მე მაინტერესებს მახსოვს ნიკა გვარამია როგორ იცავდა, როგორ წმენდდა, როგორ ლოკავდა მიშა სააკაშვილის გადაფურთხებულს, აი პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, როცა მიშა იყო ყველაზე ტოქსიკური. და ეხლა რამ გამოიწვია მათი, რა ვიცი, ზამეკანია თუ დაშორება და განხეთქილება. ანუ რა გააფუჭა მიშამ ისეთი, რაც მანამდე არ გაუფუჭებია დაჭერილმა კაცმა. აი, შეგიძლია ამაზე მიპასუხო, დაჭერილმა კაცმა რა გააფუჭა ისეთი, რაც მანამდე გააფუჭა ყველაფერი. კეთრი შეიძლება ნიკა გვარამია ყავდა ტყვეობაში. არ ვიცი, წამლებზე იჯდა, თვითონვე ამბობს მაგის გამო ალბათ, იმიტომ რომ ყველა იდიოტობა სიბინძურეს, რასაც ავალებდა მიშა სააკაშვილი ეს ასრულებდა, ეს იყო მიშაზე მეტად მიშისტი. არ ვიცი, ბოლოს მიშა აღარ ეთანხმებოდა, გახსოვთ რომ ამბობდა რა გააფუჭა. ტრამპის თემაო ბიზნესო კრიპტოთი დააფინანსავდა რა. სიგიჟეებს რო ლაპარაკობდა ნიკა გვარამია. ხო და აი მითხარ რა გააფუჭა. მოკლედ მიშა არის ძალიან ეჭვიანი ადამიანი. ხო. ყველაზე ეჭვიანი, ერთ-ერთი ყველაზე ეჭვიანი ადამიანი, ვინც ქართულ პოლიტიკაშია. როგორც კი ალიანსი გაკეთდა და იქიდან ჩერგოს, რომელსაც არ მოეკითხება რა თქმა უნდა, მაგრამ ჩერგოს ჟაზობები მოისმინა, დაფიქდა და შეეშინდა, რომ ამათ შეიძლება ის ხალხიც კი გადაიბირონ, რომელიც ჩემ პარტიაში არის ეხლაო. და გადაბირების ეშინია, ამათი გადაბირების ეშინია, ვინც ფორმალურად მაინც ხავს ჯერ კიდევ პარტიაში. აი დაშლილი, დაქუცმასებული, გაფარჩაკებული მასები არიან. აი მაგის როგორ გადაიბირებს ან ანაწითლიძეს. კი, შეიძლება რა პრობლემა. ლევან ხაბეიშვილს რა. ხაბეიშვილი როლს აღარ თამაშობს პარტიაში, ხო ხედავ? დასცინიან. დიდ ეგეც არ მესმის. ანუ ხალხს მინდა მიმართო, რატო არიან წინ აძირლები? თავისი გადმოსახედიდან რა, ხაბეიშვილი არის ძალიან ადეკვატური პიროვნება ნაცებისთვის. ჯერ თავგანწირული, კაცმა ყველაფერი. ნუ უფრო იდიოტი ტყიურს ვარ. ხო, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ ხო შევარქვით, რომ ის არის რაღაცა სპეციალური ჯიშის ძაღლია, რომელსაც რეცეპტორები ქვემოთ აქვს და შესაბამისად ტყიურს ნაკლებად განიცდის, მაგრამ ნახე მე რა კითხვა აქ თავი ერთგულებაც არიციან, პატრონობაც არიციან ადამიანის, ვაფშე გვერდში დგომა არიციან. ხაბეიშვილმა ეხა თავი შეაკლა მაგათ გამო. ყველა სიბინძურე ახლა. ხო გაუკეთეს კვილებიდან დამთავრდა. ხო, კვილები და პალტო იყო. მე ეგ ეყოფაო რა. თორე მელიამ უღალატა ძმაო. ძაღლს მეტი რა თუნდა ძაღლს. მელიამ უღალატა. კი ბატონო. მოდი კიდე ნიკა გვარამია, აბა. თქვენი მთავარი ხაზი რაც იყო და ამბები კი არ გამოიყურება. იმიტომ რომ ამბები სულაც არ არის მძიმე. მძიმედ გამოიყურება ჩვენი რეაქციები და ჩვენ რეაქციებზე კიდე ჩვენი გულშემატკივრების რეაქციები, რომელიც უმწიფარია ხშირ შემთხვევაში. აი მე არ მესმის აი ამ რაღაცა ემოცია თუ ვინმეს გაექცა, ან ვინმე სიტყვა თუ გაექცა, ამაზე 8 დღიანი განხილვა ვეფხისტყაოსნის ხელა პოსტებით, თან რო გონიათ რომ ვითომ არც გონიათ ოღონდ დავფიქსირდი რომ ოპოზიცია იდიოტია. აი და ზოგჯერ ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება. რა ტონალობაა ეგეთი. ხო, კი, ტონალობაა ეგეთი, რომ იდიოტები ხარ და თქვენი მომხრეებიც კი წერენ ამას. რომ აღარ უნდათ ესეთი გამომხატველები მათი პოლიტიკური პოზიციის. კი ბატონო, რას ერჩით? ეს ბოლო მომენტია სულ ხალხზე გაბრაზება. ხალხი არ ვარგა.
თორე ჩვენ ხომ აგრები ვართ. გასაფარჩაკებლები იყავით და ხართ და ფარჩაკდებით კიდევაც. კიდევ ერთი ნიკა. და კიდევ ერთი ნიკა კი არა, ეს არ გვინდა მეხუთე ნიკა გაუშვათ. მეხუთე ნიკა გაუშვათ. როგორ დაუკარგავ ამ კაცს? ნიკა რომ გამოვა ციხიდან, როგორ ფიქრობთ, თქვენ და მელია ისევ ერთად იქნებით? ერთ პოლიტიკურ არ მაძლევს იმის წინაპირობას, რომ ეს ასე არ იქნება. მაგრამ თუ ეს ასე არ იქნება, უშვებ რომ შეიძლება არ იყოს. დაშვებით ყველაფერს უშვებინგა, რა თქმა უნდა. მე მის წერილიდან ხო, ძალიან სწრაფად განვითარებადია პოლიტიკა, ძალიან ბევრი რამე შეიცვალა, ძალიან განსხვავებული კონფიგურაცია ეხა პოლიტიკაში და გემოვნების საკითხებამდეც დავიდა ეს ცხადია. ბუნებრივია რომ აქამდე დავიდა, მაგრამ იმაში ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ მე ამ კაცს არ დავკარგავ ემოციურად. იმას არ ვაკადრებ არასდროს, რაც წავიკითხე ამ დღეებში და მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა თუ თავმჯდომარე რო იყო მასთან ერთად მომუშავეებმა დაწერა. ხო, ნუ ეგ უნდა თავარი ეს არის, უნდა უხაროდეს. არა, ემოციურად არ დაკარგავს რა. და ნიკა არის მელია ბედნიერი, რომ ემოციურად არ დაიკარგება ნიკა გვარამიაში. არ დაკარგავს ემოციურად. ნიკა გვარამიაში ემოციურად დარჩება. ემოციურად აღაგზნო, არა, ემოციურად ყოველთვის დარჩება. მის გულში დარჩება, ხო? ემოციურად. ემოციურად. პარტიულად შეიძლება გააგდოს. პარტიულად, ფიზიკურად შეიძლება გააგდოს, ხო, დაიჭიროს. მის ფიქრებში ყოველთვის იქნება. დიდი შვება, სენტიმენტალურად. კი ბატონო. თინა ბოკუჩავა, აბა აქეთანაც რას ამბობს? ნიკა გვარამიას უთქვამს, ნუ ცდილობს ნაციონალური მოძრაობა წარმოაჩინოს სამყარო მიშა სააკაშვილის წინააღმდეგ არის, სამყარო ნამდვილად არ არის მიშა სააკაშვილის წინააღმდეგ, პირიქით, სამყარო უდიდესმა ნაწილმა, მათ შორის სკეპტიკოსებმაც კი, რომლებიც შეიძლება 2008 წელს თუ 2012 წელს თუ თუნდაც 2016 თუ 2020 წელსაც კი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდნენ სინამდვილეში ვინ იყო ვლადიმერ პუტინი და რას აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი. გავაჩეროთ, გასაგებია უაზელინო და ამაზე შეგვიძლია ძალიან კარგი კომენტარის გაკეთება ნახე. თელმა სამყარომო მიშა დაასაფორთა და გვერდში დაუდგაო. მე გავიხსენებ შეპესე აკერმანი იყო, ხო? სადაც 2 მილიონამდე დოლარი გადაუხადეს მიშას ოჯახმა. ეს არის რაღაცა საინვესტიციო კომპანია თუ რაღაც მსგავსი. თაღლითობა, რომელმაც დაგეგმა. ჩემი აზრით არის თაღლითობა. რომელმაც დაგეგმა PR კამპანია მიშას დაუსრულებელი სიკვდილის ქრონიკები. დაიქირავა კომპეტენტური, მაგრამ თაღლითი და კორუმპირებული ექიმები, ვიღაც პოლონელები, ვიღაც სერბები, ვიღაც ისინი, ვიღაც ესენი, აკაცუკი ექიმები, რომლებმაც თქვეს, მათ შორის აქაც, რომ მიშა გვდება ოღონდ რითი გვდებოდა, ჯერ იყო და ხრწნა ეწყებოდა თითებიდან, მერე ფრჩხილებიდან, მერე სახელებს ვერ ცნობდა, მერე დებილდებოდა და აი ეს პროცესი აწარმოეს. აქეთა მხრიდან კიდე ეს იყო, რომ მიშა გვდება მთელი კამპანია პოლიტიკური და ხო ვიღაცა დაეთანხმებოდა ხა და ევრობიუროკრატის მოსყიდვას კიდე რა უნდა ეგეც ვნახეთ ხო კი ბატონო რომ ევრობიუროკრატები რავი ძალიან მარტივად შეგიძლია 309 მინიმუმ პარლამენტარი ევროპარლამენტარი შეგიძლია მოისმინოს ყველაფერს წერტილი დაუსვა წინდებში რომ პოლონელი მიშას ბალანს რომ ჩუმად ინახავდა და გაქონდა კონტრაბანდულად ამან დაუსვა წერტილი თლიანად აი ამ სოფლიოს რომ მიშასი ესმის და ჩაკვდა სხვათა შორის ხმები ჩაკვდა მიშას წაყვანაზე გაყვანაზე იმიტომ უკრაინას თავისთავი გაჭირვებია და ისე არავის არ ჭირდება რა ამიტომ ეგდოს სადაც გაცოცხლდა მიშა გაცოცხლდა და ეხლა პოლიტიკაში მოვიდა და ბოდიში თუ არ ვწდები ეს რა ქვია გამრავლდა ხო ციხეში? გამდენჯერმე ხო? ბავში ხო ხო? არა, რა თქმა უნდა დაუცველი იყოს ის ბავში. ეგ რა შუაშია? მე ვამბობ მომაკვდავი მიშა, ხო? მომაკვდავი მიშა, ანუ არ მრავლდება ეს ჯიშიო. მიშას ჯიში არ მრავლდება თავისუფლების აკვეთის წერტილებშიო და როგორც ჩანს ეს პირველი შედეგი მივიღეთ რომ ესეთი ჯიშის ადამიანი ალბათ ამ ჯიშის ადამიანი მრავლდება. და ჯიშისა მიშა კი იცით ჩემზე კარგად. კარგი ანიწით იძე. და მე კითხებოდნენ რომ ჩერგოლეშმა რაღაცა პოსტი დადო და თქვა რომ ნაციონალური მოძრაობა არ არის ალიანსში და მე არის ჩერგოლეშელი თუ არის მარტო ალიანსში თუ ერთპიროვნული მართველია და მაგან მიიღო გადაწყვეტილება ერთპიროვნულად რომ ნაციონალური მოძრაობა არ უნდა იყოს ალიანსში არ ვიცი მე ვიცი რომ ალიანსში გადაწყვეტილებები მიიღება კენჭისყრით და უმრავლესობით და არ გამიგია სხვა წარმომადგენლების ალიანსისგან რომ ნაციონალური მოძრაობა მანდ არ არის ჩვენი გადმოსახედი და შეგვიძლია გითხრათ ის რომ ალიანსში ვართ
ვაგრძელებთ მუშაობას ისე როგორც ვაგრძელებდით, თუმცა ასევე არის კითხვები და ხა ამ კითხვებს ყოველთვის დასვამს მიხეილ სააკაშვილის და ამ კითხვებს ყოველთვის დავსვამ მე. თელი რიად ვაპროსავარი, ხო? თუ ვაპროსები გაქვთ არასწორ ტიპებთან, რომელსაც ჩესტი არ აქვს, რატომ მუშაობთ მაგათთან ერთად? რატო ხართ მაგათთან ერთად? აი მიპასუხო, საბა თუ შეუძლია. გრიგოლ გეგელია გვიპასუხებს. ჰეგელია გვიპასუხებს ამას. ჰეგელი. ეს უყურებ აი ძალიან სამწუხარო გაუგებრობას რაც ახლა ტრიალებს იმ პლანზე მე მხოლოდ ვწმუნდები იმაში რომ ლელო მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მე ამაში ისედაც ვიყავი შემიძლია გითხრათ დარწმუნებული მაგრამ მხოლოდ მიღრმავდება და მიმყარდება ის რწმენა რომ ჩვენ ვართ სწორ გზაზე იმიტომ ჩვენ არ გვაქვს დრო პირველ რიგში სწორად გამოყენებას პოლიტიკური დროა ჩვენ არ გვაქვს დრო იმისთვის რომ ვიღაცებთან დაპირისპირებაში ვიყოთ ჩართული ჩვენ მთელ დროს ვუთმობთ არა ჩვენ ზოგჯერ გვიწევს ვუპასუხოთ ზოგ რაღაცა თქვა რაღაც მანიპულაციურ ინფორმაციას ეს ვაფშე აზრი არ არის ეს ბრინკა და რაღაცას ბოდავს რომ მოვიდა ჯაყო ეხა ხო რა ბოდავს რა ხო მაგრამ რატო უნდა მიაქციო ამის შინაარს ყურადღება როცა ფორმა ნუ აღარ მინდა უკვე ბრინკა ფორმა აქვს იმდენად დამაკმაყოფილებელი რომ ყველაფერი კარგია ბატონმა გალობლიშვილმა თავის ძროზე ძალიან კარგად ითამაშა თეიმურას ხევისთავის როლი ტელესპექტაკლში, რომელიც იყო ძალიან მაგარი. და მე ხო რა ის უკვე ყოველდღე ამის ყურება. არც ჰაბიტუსია, არც თამაშობს. მე მევასება რა მაინც. ნუ კაი ერთხელ გავიცინეთ. შეხედე თუ გინდა დრამატურგიულად რო სწორად გავყვეთ ყველაფერს, გრიგოლ გეგელიას მერე გიგა ლემონჯავა გაუშვათ. გაუშვათ. ერთი კალიბრის სვედანები. არ არსებობს არავითარი მკაცრი და სასტიკი ხელი, რომელიც ჩვენ გვაიძულებს, რომ სახლებში დავждეთ და აღარ ვაპროტესტოთ, ქუჩაში აღარ გამოვიდეთ. ამ ბრძოლას აქვს ერთადერთი დასასრული. ეს რეჟიმი უნდა დაემხოს და ეს რეჟიმი აუცილებლად დაემხობა. და ქართველი ხალხი გაიმარჯვოს. ეს მოხდება გაცილებით უფრო მალე, ვიდრე ეგონა ბიძინა ივანიშვილს. ბიძინას კონდა სტოპ, გავაჩერდე. ეს დაემხო დაპირკტი ხმაწვილო. რაც ქვია დაემხო და მეორე დიქტატურა არ არის, არ არსებობს კაცრი ხელი სახში და გვაიძულებს გაჩერებას. დიქტატურა თუ არანაირად ხდება ეგ. ანუ რა, დიქტატურა არ არის. შეიცვალა მესეჯ ბოქსი. ხო, ანუ დიქტატურა არ არის. კი ბატონო, გასაგებია. და დამხობაზე ფრთხილად იყავით ახალგაზრდა. ლევან ჩიჩქირიძე ალიანსის ამბავს ჩვენთვის ალიანსი ყოველთვის იყო მრავალპარტიული შეთანხმება ქცევის ძირითად წესებზე და ძირითად პრინციპებზე. ისე როგორც არც სხვა წევრებისთვის დარწმუნებული ვარ ეს არ ყოფილა არც საარჩევნო ალიანსი ან რაიმე სხვა მსგავსი გაერთიანება, ხო? ეს დაძაბულობა რაც ალიანსის ზოგიერთ წევრებს შორის არის და საჯაროთაც ხდება, რა თქმა უნდა, არავისთვის არ არის კარგი. ჩვენ წასულები ვიყავით მთელი ამ ხნის განმავლობაში და იმდენად ვერც მივადევნეთ თვალი, ვერც ჩავერთეთ ამაში, მაგრამ გვექნება ჩვენ კოლეგებთან საუბარი, ჩვენ გვაქვს რაღაც იდეები. მე რომ შეიძლება არ შეერთეთ, იმიტომ რომ გამშველებელს მე როგორც ეს უფრო მეტი ხდება და აი არაფერი ლაშაფარულა. არაფერი ორიგინალური. მოდი გადავახტეთ მაგასაც და მოდი გავუშვათ ლაშაფარულა. შეხედე ბებერი გვარდია რა. ნუ გზარციკლაური და ნინია კაკაბაძე. ლაშად გავუშვათ ფარულა, რომ შევავსო დრო მეტი. არ ვიცი. მინარი არის. არა, მიხეილ სააკაშვილის შო, ეგ არის. ეხმიანება იმას, რომ უნდა ვიყოთ უფრო ეფექტიანები და წინააღმდეგობის მოძრაობა უნდა გაძლიერდეს. თუ მეტყვით თქვენ რომ მიხეილ სააკაშვილი პირიქით ამბობს, მაშინ როგორია გააჩერეთ შეიძლება მძღოლი რო გამოვა და გოლი გაიტანეთ, გოლი ესეთი ეგეთია. დავალება მისცა რომ ეფექტიანი იყავით, გოლი გაიტანეთ, გოლი. კარგად გააკეთეთ. კარგად, ბიჭო, თავარი რა არის, ცი? კარგად უნდა გააკეთო. ხო. ეგ ვერ ხდება. მე ყველაფერი კარგად. ხო, და აი ეს არის რომ გოლი უნდა გაიტანო, ტრენერი რომ მოვა, მაგარი. რო აგებთ ამას და გაიტანო. იმაზე ერთი გოლით მეტი უნდა გაიტანო, ვიდრე ის გიტანს. ხო. აი მთელი ფეხბურთის არსი. და თქვენ აზრი არ ახართ. ამოხსნილია ვსო. და დამიჯერეთ, გოლი გაიტანე, გოლი რო უყვით ის გიტანი. ძალიან კაია ეგ. ეგ შეიძლება მოფიქრებულია შენგან გავიგე. ხო. არ ვიცი შენგან გავიგე, შენ თუ კი, ანუ მაგარი ტრენერი რომ მივა და გოლი გაიტანე, გოლი. რო აგებს და ამას. ხო, არა, 10-0 რო არის და ეს რო ბარიშკა. ეხ უკვე შეიძლება ნუ გზარციკლაური. სააკაშვილის 8 წლის არ დაფასება და არ დანახვა ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურად ადამიანი არის ბრმა და არ აქვს არც ისტორიზმის განცდა, არც შეფასება შეუძლია წარსული მოვლენების და გავაჩეროთ რა თქმა უნდა, გავაჩეროთ და შვებულებაში გავუშვათ. ნინია კაკაბაძე.
მათაც აქვთ უკვე ესეთი შიშები, რომ იციან, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი არ იქნება და აი ეს კრიმინალური ბანდა არ იქნება ისევ ხელისუფლებაში, შესაძლებელია ისინიც აღარ იყვნენ. მათი მედიები აღარ იყოს, მათი სამსახური აღარ იყოს, ეს არის სრულიად შესაძლებელი, იმიტომ რომ ეს არ არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი ეს არ არის არც მედია, ისინი არ არიან ჟურნალისტები და ცხადია აი ამ ძალასთან ერთად ალბათ ისინიც არ იქნებიან. თუმცა მე ყოველთვის ნებისმიერი რეჟიმის პირობებში ყოველთვის ვამბობდი, რომ მათაც კი აქვთ არსებობის უფლება და იყვნენ და იმუშაონ და კი ბატონო, თუმცა კიდევ ერთხელ დაუბრუნდები, რაც თავიდან თქვი, მათ უკვე მე მგონი საკუთარი მაყურებელიც აღარ აღიქვამს სერიოზულად, იმიტომ რომ გადააჭარბეს უკვე მართლა ფიქრობ, რომ ჩრდილოეთ კორეიდან იღებენ რაღაც მაგალითებს და იგივეს ატრიალებენ. აი, გასაგებია ნინია. ჩვენზეა ხო საუბარი? ძირითადად ალბათ ნინია არის მედია მკვლევარი. გამოიკვია მე რამდენადაც დავასკვენი არის მედია მის მიერ მე რამდენადაც დავასკვენი სერიოზულად აღარ აგვიქვავენ ჩვენ და ნინიას აღიქვავენ სერიოზულად ნინია ძალიან სერიოზული ფაქტორია უბრალოდ მიზნობრივი აუდიტორია ყავს აი სამი კაცი გოგია გვახარია არა გოგია გვახარია გავიგე მაგრამ და მისი სექტა მცირერიცხოვანი ეგ კინოზე უფრო არა ყველაფერზე ცხოვრებაზე შეიძლება მაგრამ პოლიტიკურად ახალგაზრდები აი მაგალითად ის არავინ რატო მაცივარი რო გამოიტანა აი ის ხო ეგ ციხიდან კიდე ტელევიზორი რო გამოიტანა ციხიდან კიდე რატო ის გოგოები თათია როყვირიან არა თათია როყვირიან ეგენი გაქრნენ ეგენი სად არიან ბიჭო გადაუხადოთ და ვაყვიროთ ეხა ჩვენი ვაცებინა არა ჩვენი სარეკლამო ბაჭოგური მაგარია ჩალვა ვიზიც მაგარია ხო კაი იდეა მართლა რამდენად იარონ ქალაქში რამდენ რა უნდა ღირდეს ახლა არაფერი კაი იდეა არ იქნება პოზიტივი არ იქნება მშვიდობა კი თემა ბაჭოგური მაგარია ძალიან მაგარია კი ბატონო გავაკეთე დავაი ეგენი კარგი გაიხსენ მაგრამ ნენსი ხროლანდიც ამის აუდიტორია იქნება ტროლსონ მანდელა ბიჭო აი პროსტა გოდის ვიხდი მართლა მაგრამ ყველაზე დიდი დამცირება ქალის ხო არის ნენსი ხროლანდს რო უძახი დაჟე აი მიტყდება მაგრამ არის ეს დედა აფეთქებული და რა უხო ნენსი ხროლანდი ბიჭო შენ მოიფიქრე შენ ხო არა აბა მომფიქრებია ვიცი მაგრამ ძალიან მაგარია ძალიან მაგარია ტოპ ნიკნეიმია იმენა მამა ბოროტე არ არის ესეთი მე ნენსი ხროლანდის მერე მომწონს ურჩხულა ფონდერლაი მამა ბოროტე არ არის კარგი? ხო, მამა ბოროტეზე სხვა. არა, კარგია, მაგრამ მე არ მევასება, მაგრამ ვიღაცებს ანუ კიდევ რა ვიცით? მიხუილო არა. გნაცები, ნიკუტა ხო, ნიკუტა ხო კათალგა ნიკუტას მეძახია სხვებიო. კი, კათალგა ნიკუტა. ცოტა არ მოწოს, კათამი არ მოწოს. ხო. კურიცა უნდა. ურჩხულა მე მაგარია. ურჩხულა ფონდერლაიანი მაგარია. ძალიან. მაგრამ ნუ ნენსი ყლანდი არის. აი პიკის ნენსი ყლანდი არის. აი რაღაც სადღაც არის, ისიც უკვე შანსი აღარ არის. არაფერი, უბრალოდ თავი უნდა მოიკლა მაგას გოგოს. ის ბოდის ვიხდით ნენსი ყლანდის წინაშე. მართლა გუწევად ბოდის ვიხდი, რამდენსაც დამიძახებია და დაუძახებ, მაგრამ შედევრი ხახმა უნდა იცოდეს. არ უნდა დაიკარგოს. მოდით ხვალამდე შენ გვემში დაიმშვიდობა მეგობრებო. მართლა სექტემბრამდე ყურადღებისთვის ხო ჩვენ ზაფხულს აღარ ვიქნებით, სექტემბრამდე გემშვიდობებით. რა სიახლეებს პირდებით ჩავა? ბევრს. ძალიან ბევრს, ხო? შენ მარტო ქვეყანაში იქნება კარგი ბევრი სიახლე. კი ბატონო. მე სტუდიაში გვექნება სიახლე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ავყვევით ფეხს. კი ბატონო. კარგი რაღაცები მოხდება. კი ბატონო. სულ ზაფხულშიც, შემოდგომაზეც და ასე შემდეგ. იმიტომ რომ კარგად მივდივართ ქვეყანაში იქნება მშვიდობა, ხალხსახად, ეკონომიკური წინსვლა, კეთილ მარტო ეს არ არის ზღაპარი მართლა. არა, ამას თუ ემსახურებით ამდენი კი ბატონო. და მაიმუნები ვერ გაიმარჯვენ, ფრინავი მაიმუნები. კარგად მზადდებათ. მადლობა ყურადღებისთვის. ხვალამდე. მოგესალმებით მეგობრებო, ბაჩო გამოგიჩნეთ, ბაჩო ნიუ-იორკიდან. ბაჩო, პრივეტ.
სალამი. ბიჭო, ბაჩო, ძმაოჯანი, რაღაცა დვიჟენია იყო უოსტინზე. ძალიან ბევრი ვერტალოტი დაფრინავდა და იმ საქმეზე ხო არ ხდება რამე ახალი ხო არ არის, ხო შეკრიბე ესენი ყველანი და გაუიასნე უთხარი ჩვენი სიტყვა. მოგვარებულია გაწვანდა ყველაფერი. დიდი მადლობა ეს პატარა ლირიული გადახვევა იყო, რა ჩვენ პატარა ბიზნესები გვაქვს ახლა იქ და პატარაც არ არის ახლა ეგრეც არა. ხო, მაგრამ როგორც ჩანს მოაგვარა ყველაფერი. Times Square-ზე კორპუსის შენებლობას ფიცხებს. კაროჩე დავძარით. აური გაქვს, რა კოეფიციენტი მოგცეს. მანდა მერი ის არ არის ირანელი, ჩვენი ძმა არის. და მაგან გავხსენე. აკაცუკი მერი ყავს. ჰა? ბიჭო, სხვა შეურის მაღაზია, მაგრამ სუეც ყველა მაღაზიაში არის გამოკიდებული ამის პრინტიანი მაიკა რა. ხო? რა შეულებრივი პონტი არის და ეხლა წარმოიდგინე საქართველოს რო ექნა სიზამე ლიბერალები. აბა ამას მაიკას რო კიდე სუვენირების მაღაზია ლიბერალების ბრიგადა მოგიდგენია რა იქნება? აბა. მოდი ახლა გვიცხარი რა ხდება რა მისიით ხარ მან? თავარი მისიის გარდა. მოყევი ყველაფერი. არა, ნუ ჩვენ თემებზე არაფერი არ თქვა. არ თქვა თორე შეშურთებათ. ხო არა, ეგ კადრის გარეთ. ხო. მოგეთ გაიროში ყოფილით ამ მომენტში არ ამ კონსტრუქციაში რამისითაც მოვანენე გაიროში შეგვიძლია კონვენციის პირთა კონვენციის წევრი ქვეყნების გენერალური ასამბლეას რომლის ფარგლებშიც იქნება ჩვენი დოკუმენტების განსაზღვრის შესაძლებლობის ჩვენება ზეგ 11 იunis და შესაძლოა მიზეზი რაღაც მე აქ ვიმყოფები, გულის სამწუხაროდ აქ არ არის, თავისი მიზეზი აქ ალბათ იქნება მაგაზე. ვინ? და ფილმის პრემიერა იქნება, ფილმის პრემიერა იქნება და შემდეგ მასშტაბებსაც გააგებინებთ. სად იქნება ესე იგი კიდევ ერთხელ გავიმეოროთ პრემიერა? პრემიერა იქნება გაიროს ფილკა კონვენციის წევრი ქვეყნების გენერალური ასამბლეის ფარგლებში. ხო, გასაგებია. გამომეორებინა მეუღლეთ. გასაგებია. მოდი რას ველით ახლა აი ამ პრემიერისგან, რას ველით აი ამ ვიზიტისგან, რამე მოკლედ რო გითხარ, აი რა გეგმები გვაქვს, რა მოლოდინი? ჩემ პირად მოლოდინი არის რომ პარასპეზე საქართველოში არსებულ სიტუაციაზე არახო პარასპეციის ან ზოგადად შემდგომი უფლებების და მათი მდგომარეობის შესახებ გაიგებდნენ და იქნა გამოჩენილი რამდენად დაწინაურებულია ადამიანების იქნება ეს უფლებების ტელეფონის ერთვები ხო უკაცრავად ტელეფონით ერთვები ხო? შეგიძლია აპარატი მიიდო, აბა უკეთესად თუ გამო. ხმა არის როგორ? აპარატი რომ მივიდო, განსახურება აღარ იქნება. ვიცი ხო, აი გარი, მეორე აპარატის უნდა დაგვერეკა. შენ ახან ბევრ ხალხში ხარ, ხო? დავით აქამდეც არის ხო და? არა, ისმის უბრალოდ ბევრ ხალხში ცოტა ხარვეზია. ხო, გავაგზელო? კი, ბევრ ხალხში თუ ხარ, შემდეგი ჩარტისთვის ყუდრო ადგილი მოძებნე მე ხვალისთვის მაგალითად. იმათო გაკეთდა ჩართვა არ იქნებოდა ესთეტურად პარტიული მაგრამ გადადა. გააგზავნე. ხოლო საინტერესო იქნება რაღაცებს ნახავენ სპორტის წარმომადგენლები რომ ეს სიტუაცია არის აქ ხდება შედარება განონცება გასწრება გამოსვლა გამომართლებული სამუშაო გეგმის და ჩემს პირველში ძალიან სამამულო არის ის რომ ეს ფილმი აღწერს იმას თუ რა ტიპის პროგრესი არის ამ მიმართულებით და როგორ მაღალი განვითარების ეტაპზეა ჩვენ და თვითონ ეს ფილმის მიღები ერთმანეთზე საუბარს ადამიანები არიან და კარგად წარმოაჩენენ ქვეყანასთან თვითონ საზოგადოებას და ნიმენაც პოზიტიური მოლოდინი რომ ეს იქნება ზუსტად იგივენაირი ოქროს სიმჯის ბრალი არ რომელსაც დანიელი მოგონ მაგ ისტორია ანალოგიურად გადაწყდება. კაი ბაჩო, დიდი მადლობა. ხმა იმდენად არა კონდიცირებული ხმა არის რომ
კლავ ვიდეოების განხილვაში ალბათ შეგვეშლება ხელი. გარკვეულწილად, იმიტომ რომ აი ხმაურია რა მან შენ სადაც ახლა კაფეში ხარ, ხო? არა, ხმაურზე მეტად მისი ხმა არის. იასუცეში. რა ჭამე დღეს? არაფერი. ჰა? არაფერი დღეს ჯერ ვერ მოვასწარე. Приятного аппетита. სტეიკი შეახრამუნე. აბა. დროების მაშინ. გაიხარ. ხვალამდე. ხვალამდე. ხო, ნუ ვინც ვერ გაიგო. ძალიან კარგია. დავიწყოთ იქიდან რომ გადავიღეთ ფილმი. პოზიტივის. ვიტყვი ამას ხო, რაც ვერ თქვა და ვინმე ვერ გაიგო. ფილმი გადავიღეთ მე ბაჩომ და ჩვენმა მეგობარმა პროდიუსერმა გიორგი გრძელიშვილმა, რომელმაც ესე იგი ფილმის მთავარი სათქმელი არის ის, რომ ჩვენი პარაოლიმპიელები, პარასპორტსმენები თუ რას მიაღწიეს და სახელმწიფოს დახმარებით სად არიან ეხლა და შესაძლებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ დავასპოილერებ ცოტა ნაცების პერიოდი, რომელ პერიოდშიც არა თუ ბიუჯეტი ქონდათ რაღაც სამარცხვინო, ასევე დასარბევად შერბოდნენ ხოლმე იქ. ეს არის მთავარი და ჩვენ გვყავს პარასპორტსმენები, რომლებმაც ოქროს მედლები, ვერცხლის მედლები, ყველა ძალიან მაგარ შედეგებს მიაღწიეს სხვადასხვა დისციპლინებში და ეს არის სახელმწიფოს დამსახურება და განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ამ ხელა კონტრიბუცია გაიღო ამ დისციპლინების და ამ მიმართულებით. და ამაზე არის რა და შედარება არის კიდე რა იყო და რა არის. მე გარდა ამისა ერთ მნიშვნელოვან მომენტს მინდა აღნიშნო რუსეთ-თუმეს აიზღარი ადამიანი პუტინის მონა და პროპაგანდისტი არის ნიუ-იორკში მეგობრებო. ხო, არა ჩელაბინსკში, არა მოსკოვში, თუმცა ჩელაბინსკში უნდა წავიდეს და მოსკოვშიც. საერთოდ ბაჩო მოსკოვშიც უნდა წავიდეს, ნიუ-იორკშიც, ოტავაშიც და აბუ-დაბიშიც. აი ეს არის სწორი. რა თქმა უნდა. კარგი და მაგაზე საერთოდ ხო, ვერ გავიგე ადამიანს. მე სერიოზულად არც განვიხილავ მაგ საკითხს, ხო. და მე დავუშვათ პაესტრით რომ რაღაცა ჩანს თითქოს. კაი. ეხა ქაჯაიებზე, თები ქაჯაიები არის ესეთი. კაჯმაჯუნა გოგოები და გავუშვით პირველი. დიდი ინტელექტუალები. უდიდესი. და სხვა შორის რამდენად ხედავ ვიკაბუკიაც შემოდის სცენაზე კიდე. არის. ხალბატონი, რომელიც ქოცებს ჩაცმულობის გამო დასცინის და გონია რომ კარგი ნიშა დაიჭირა და ამით უდაჩნი. ხო, და მაგრა გამოდის. ხო და აი ნახე ღმერთმა დამიფაროს რომ მათი მოსაწონი ვიყო და მათი მოსაწონი რამე გავაკეთო აი აუცე შალვარამიშვილისგან რა უნდა მეწყინოს მითხარი აი შალვარამიშვილისგან და მისი კოლეგებისგან ხა მე გავახსენებ ამ გოგონას არ ვიცი ეს იყო თუ მისი და ერთი შეწყვი მეორე მოხარშე წლების განმავლობაში მიდიოდა მუშაობდა იმედზე ოცნების მიერ კონტროლირებად იმედზე ასე ვთქვათ ხო წლების განმავლობაში რამოდენიმე 5-6 წელი ნიუსში მუშაობდა ან ეს ან მაგისდა ზუსტად არ მახსოვს და მე რახან მქონდა ბევრი ფილმი გაკეთებული დოკუმენტური ფილმი ბიძინა ივანიშვილის მიერ აგებულ აშენებულ ბაღზე ხო მათაც უნდათ გაკეთება და მე უწევდი კონსულტაციას ჯერ ხო არაფერი არის აბსოლუტური ისტერია რა ეს ის არ არის კაცო ისრაელ-ირანის ომში ამერიკის ომში რომ სიგიჟეები რო თქვა ის არის თუ ეს არის მაგის და არის არ ვიცი მე მგონი ეს არის და მოიცადე დებილი არის გავიხსენოთ ვაფშე რა თქვა ირან ისრაელ-ამერიკის ომი რო დაიწყო ერთი წუთით ერთ წამით მან თუ არ ვწდები გალფის ქვეყნებზე თქვა რომ იმას ბომბავს ამერიკაო იმიტომ რომ იქ იყრიან თავს ტერორისტებიო კი არა და ირანი ბომბავდა მე მგონი თუ არ ვწდები ტიპი არის აი გეოგრაფიულად და პოლიტიკურად ბანკროტი როგორი გვაქვს არ ვა ეგ რა გამახსენდა მოუძებნოთ ეგ ვიდეო და ისპანახს რო ეძახიან ხო ისპანახს აი დებილი გოგო ხო არის აი თავი უნდა შეიკავო ხანდახან რომ იქნება არ არის არ შეიძლება ქალთან ეს ორი გაჯაია არიან დებილების დუეტი რა ერთი უძახის რომ ამოდი ზახში და ჩადიმე რა იყო დედამ შია არა გეზინება დაახლოებით აი ესეთი ხო და ეგ არ მახსოვდა ბიჭო ომის ანალიტიკა ამარო შემოგთავაზა ეგ იყო ყველაზე მაგარი არა ეგ იყო ნომერ პირველი ამის შეცდომები მანქანაზე
არჩევნები იყო მეგობრებო და მანქანაზე მოიტყუა ფეიკი გააკეთა. გაჯაი არისო მე ფეიკი რო გააკეთა რომ ოპელს წითელ ოპელს გაეკიდა რომელზეც შიშის თურმე ისინი დამღობები და დამკვირვებლებზე ზეწოლის მოხდენები იჯდნენ და თურმე აღმოჩნდა რაღაცა სხვა მანქანა, აბსოლუტურად სხვა მარკის მანქანა. ეგ სკანდალიც მახსოვს კარგად. ანუ უცოდინარი რა. კი და სიუჟეტში ორივე უბრალოდ წითელი იყო, მაგრამ სხვა მარკის მანქანა. აბსოლუტურად სხვა მარკის. ოკეი. მეორე გავუსვათ. მოიცა და თქვა რა. ისე გააკეთა ეს სიუჟეტი რომ ისეთი სისულელები აკეთა, ისე გადააჭარბა ამ ქებაში და ისე შეეტენა რა, ხო ხვდები ამ პირდაპირ მუშაობას რა. ეს ხაჯები მართლა მე და შენ გვეუბნებიან რომ ამათი კოლეგა როგორ დიდი ხანია იმენიდან წამოხვედი, დიდი ხანია. მეორე ნანუკა მე მგონი ეს იყო. არ ვიცი, ვერ ვაჩერება, ვერ ვასხვავებ ამას. მე მართლა ვუცნობ რომ მაყურებელს ვუთხრა რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობა დასრულდა. აი ჩემი საოცნებო ამბავი იქნება რომელსაც გავაშუქებ. მე მოცნებობ რომ შენ ეს თქვა. და გითმობ ამას. მე მართლა ვუცნობ, არ შეიძლება. რომ მე ვთქვა. არა ეს იყო, ეს უფრო დებილია. ბიჭო, ნიუანსები არის რაღაცა რაც დავიჭირე ხა და ეს უფრო დებილია. ნამდვილად მანქანაზე იყო ეს შენ გაუმეტყველებაზე ომის ანალიტიკა პირველი დის იყო და იმაზე დიდი სიდებილე მე არ მომისმენია არსად მე მგონი რომ ეს ომის ანალიტიკა ის იყო და ეხლა შევინდა აი არ შეიძლება მე რომ ეს გავაშკო მინდა მინდა ჰოლივუდში გადამიღო რამე ფილმში მინდა რატო არა ეს უფრო დავიჭი ეს უფრო დებილია შენ არ ფიქრობ ესე ძალიან სერიოზული საკითხი დადგა ჩვენს წინაშე შენ ახლა ისეთ ამოუხსნელ ეგ მაგას ერქვა ეს აპორეტიკული დიალოგი და ეგ ჩიხია ზვა ეგ ლობაჩოვსკის ლოგიკური პარადოქსებია ეგრე სად არის შეხვიდე და ცალსახად თუ არა რომელი უფრო დებილია და მე მესამესაც შემოუყვანდი ხო ვიკაბუკია უფრო ეპატაჟური ქალია ბიჭო ვიკაბუკიას აქ ანუ როგორ თქვა არა კეთილის მოსურნე ვარ რა თქმა უნდა TV პირველის და მაგ სამუშაო კოლექტივის, მაგრამ ის აპარატი პირის რაც აქ და რახმაც და ამოსდის ხო? სუმაგათი მომხრე რო იყო. პროსტა ვერ უსმენ რა. აი ხო არიან ადამიანები, რომლებსაც ვერ უსმენ და გაცლიან. ყველანაირ ენერგიას რო გაცლიან. ვაჩვენებ მე მაგას გრატა კაჯერს ვაჩვენებ რა უნდა ეწყოს. არა, ნინი, გეხვეწები თუ შეგიძლიათ ერთი წუთი. ომის ანალიტიკა ისრაელ ეს ირანის კონფლიქტი რო დაიწყო, ეგ მაგაზე დიდი ხაია ქართულ ტელევიზიაში. რომელი იყო? აი ინგა გრიგოლია რო იჯდა იმასთან ბენდუკიძესთან, ის არაფერი არ. ნატა კაჯაია იყო ეგა? ნატა იყო უეჭველი. ხო, აი რა უნდა დაჟე. ჩემთან არაფერი არ უნდა გეწყინოს. შენ ვაფშე არაფერი არ უნდა გეწყინოს, ისე დებილი ხარ. მაიცადე მე ხო არ მოუძებნი ერთი წუთით არა აი მოძებნეთ აბა თქვენ და კონკურსი რო ჩაატარო ტუპოი გოგოზე მეორე ადგილზე გავა იცი რატო ტუპოია პირველ ადგილზე არ გავა ხო არა ირაკლი კუბრაძე ალიანსზე ახლა მოუძებნოთ რა ის და აი რაც წაიკითხეთ თქვენ იმის მიღმა მე არაფერი არ ვიცი გოგორამის სტატუსზე ალბათ იმის მიღმა არაფერი არ ვიცი იმის მიღმა არცად მე არ შეხვედრია არ ვიცი რატო დარდო სად შესვლაზე სად გამოსვლაზე თავად უნდა იდარდონ იმაზე რომ იცლიან ამ ავტორიტარიზმის პირობებში იქეთ-აქეთ რაღაცა კენჭების, ლოდების, ტალახის თუ ქათის სროლაში ყველამ თავი უნდა შეიკავოს რომ იმ ტიპის დაპირისპირება არის მათ შორის სოციალურ ქსელში რომ თქვენ მისამართით ამის თქმა მინდა იავარდია მაგრამ მაინც ჩვენ არ გვინდა არც იავარდის სროლა არაფრის სროლა ოპოზიციას შორის ყველამ საკუთარ თავს, ყველამ საკუთარ საქმეს მიხედოს, ჩვენ ვცდილობთ რომ ვიმუშაოთ და ვიბრძოლოთ იმისთვის რომ ერთი გავძლიერდეთ როგორც დამოუკიდებელი ალტერნატიული პოლიტიკური სუბიექტი და მეორე კი ამ ქვეყანაში შევავიწროვოთ ივანიშვილის პრორუსული რეჟიმი. ეს არის ჩვენი გზა. ხო, ნუ გაუგებარია ხა. ლემონჯო უფრო მაგას ამბობს იგივეს გავშით. კაკას ბაჩო არ არის აქ. იდასპურებთ რომ არავით არ ამ ტალახის როლებში მე მონაწილეობას არ ვაპირებ. იმიტომ კი არა რომ რამის თქმა არ შემიძლია. იმიტომ რომ მიმაჩნია რომ ეს არის სტრატეგიული შეცდომა და ვიღაცის შეცდომის გამო არ ვაპირებ რომ
მეც იგივე შეცდომა დაუშვა. აბსოლუტურად შეგნებულად, შეიძლება ძალიან ბევრი მქონდეს სათქმელი და პირად დამოკიდებულებები პოლიტიკური კომენტარები მქონდეს სხვა. ფიქრობთ თუ არა რომ ისევ თქვენი ამომრჩეველი იმსახურებს მეტად კი ბატონო ეს არ არის ორ პარტია ანუ მე მინდა სწორად გაიგოთ რა მიზანი მაქვს როცა კითხვას ვსვამ არ მაქვს არანაირი ინტერესი რომ თქვენ ერთმანეთთან დაპირისპირება გავაღვივა თქვენი პასუხით მაგრამ ალიანსის ამომრჩეველმა რა უნდა რა შთაბეჭდილება უნდა დარჩეს ალიანსის ამომრჩეველს აი ამ დაპირისპირებების ფონზე ახლა თქვენ ელოდებით რომ ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა გადაწყვეტოს რაიმე და ჩამოყალიბდეს ალიანსი საბოლოოდ რაიმე ფორმით თუ რას იტყვით ამ მოქალაქეებს ალიანსში არიან პოლიტიკური ძალები რომლებიც არიან გაერთიანებული ალიანსში საერთო ხედვის გარშემო როგორ უნდა დავამარცხოთ ივანიშვილი ხო აი მოკლედ შერგო მაგალითად დღეს დაწერეს ისეთი სტატუსი რომ ძალიან მალე ნაცების ლოგოს ჩამოვაშორებთ ამ ალიანსში იქ ომი არის და უფრო გაძლიერდება დედაშვილს არ არის ხელში საჩინელება შერგო სადაც არის შერგო არის დაანგრევის წერტილი ანუ ნებისმიერ არამც თუ ესეთ ამორფულ სასტავში აი ყარო ჯახში რო შეუშვა ჩერგო ბარცილა არა ჩერგო ჩოულებრივ დამანგრეველი ჩერგო არის მართლა ლოგო და ფაქტობრივად უკვე გახდა პირდაპირ პროპორციული იმისა რომ რაღაც დისონანსი შეაქვს სიმშვიდესა და ორგანიზებულობაში და რაღაცა წესრიგში რა იმიტომ რომ ჩერგო იყო ისტორიულად ეხა უახლესი ისტორია რო გავიხსენოთ პოლიტიკოსი რომელმაც ყველა ერთობა დაშალა და რას გადააყოლა ეს ყველაფერი პროსტა არ ვიცი დეგენერატი ჩვეულებრივი აი ლევან სანიკიძე ხო არის ადამიანი რომელსაც რა თქმა უნდა არც მოეკითხება ჭკუა და არც რამე იცის მაგრამ ეს კი იცის რომ გამოაშკარავა რა ხდება შიგნით აი ლევან სანიკიძე არის ნაცი და ალიანსზე ლაპარაკობს და ნახეთ რას ლაპარაკობს რა თქმა უნდა ხა მე როგორც წესი გულწრფელი ვარ და არ მომერიდება იმაზე საუბარი, ხა რა ვიცი, ბრიყვად უნდა ჩავთვალო ჩვენი ტელემაყურებელი და თქვენც რომ ხა გითხრათ რომ არაფერი არ ხდება კაცო და ნორმალური არავითარი ნორმალური ვითარება არ არის, მიმდინარეობს ძალიან სერიოზული დაპირისპირება და ჩემი აზრით ალიანსის წარმომადგენელი რამდენიმე სუბიექტი ახლა სახელს დაგვარს მაინც არ დავასახელებ ზღვარგადასული გინების და ფურთხების რეჟიმში არის და ჩვენ დავასახელებთ ვითარებაში როცა ვართ ახლა მე რო გამოვიდე და თქვა რომ არა ალიანსი მყარად დგას და მედგრად დგას და ფაქტია რომ არის ზღვარგადასული დაპირისპირება განსაკუთრებით ზოგიერთი სუბიექტის მხრიდან ნაციონალურ მოძრაობას არ ეხება რა დედას არ იგინება ზოგი თორე დანარჩენი ყველაფერს კარგობს ხო, ნუ მელიაზე და აი ამ მის პარტიაზე 4-იანზე საუბრობს, ასევე ჩერგოზე, რა თქმა უნდა, ალიანსზე, და კიდე თუ არის ვიღაცა არ ვიცი. მოკლედ სერიოზული გინების ასპარეზია გაშლილი იქ. ნუ მაგალითად დაცვატილი მეგობრებო. პრობლემა რა შეიცი, ოპოზიცია ვერ ჩამოგვიყალიბდა ისეთი, რომელიც რაიმე საპინწონეს შეუქმნის ოცნებას. ეს არის მთელი პრობლემა, რომ ნატო ქაჯაიას, დები ქაჯაიასთან არის ჟურნალისტები რო არიან, რომლებიც სიგიჟეებს ლაპარაკობენ. აი ეს არის ოპოზიციური მედია, ხო? სიგიჟეებს ლაპარაკობენ, სიდრუში არიან ჩვეულებრივი დებილები. შორიდან შეიძლება არაკომპეტენტური ვიწოდო, მაგრამ ახლა უნდა რომ მივედი დებილი აღმოჩნდა რა. არა, ნუ აი ადამიანი რო იძახის, რომ იმიტომ ურტყავენ აბუ-დაბიში და დუბაიში, იმიტომ ურტყავენ სათამბჯენებს, რომ იქ არიან ამერიკის დაზვერვის ტიპები. იმენა შედევრია რა. მართლა შედევრია. შედევრი რომელია კაცო? ანუ მე ეგეთი სიდებილე. საიდან გამოიტანა ეს და არ გამიგონია სრული სერიოზულობით ვამბობ, მე ეგეთი სიდებილე ქართულ ტელევიზიაში მით უმეტეს რაიმე სახის სერიოზულ და ანალიტიკურ გადაცემაში არ მომისმენია რა. მართლა. ჯერ ეს ამათი დანერგილია აი ამ დების მიერ დანერგილია განსაკუთრებით გარეთ რო დარბის ისტერიული ტონი, ყვირილი, გადაჭარბებული რეალობა, ჭარბი რეალობა, სიგიჟე, უგემოვნოდ, ხაჯურად, ანუ აი რაღაცა აი კარგი და როგორ გულსვათ იწარ დასრულდა რეჟიმი, ვერ მოესწრებით ჩვილო ასე უპასუხა მაგათ ბიძინა ივანიშვილმა თავის დროს. აი ნატა ქაჯაია და ბიჭო აი უყურე როგორ არის ბიძინა ივანიშვილს ხო ეომებიან, მაგრამ ავერც კი ამჩნევს, მე მგონი ამათ არსებობას რა. ბიჭო საბოლოო ჯამში ნახე ჩვენ რო
შევადგინოთ ამ ომის ან დაპირისპირებული მხარეების აი საჭადრაკო დაფარა როგორია. ნუ აიკე მე წინა ხაზზე საველე სამუშაოებზე გამოსულები არიან. აი ისინი რა ტელევიზორი რო გამოიტანა ციხიდან ლაზარე არა მე გეუბნები ამრევები და საველე სამუშაოებზე გამოსული ერთსამ დავამთავრე უკანა ხაზზე ანუ ცოტა პროპაგანდისტული მიმართულებით ყავთ ესენი ერთუთ ეს სამეული ინგა გრიგოლია ჩვენი ძმა და მეგობარი სრული დეგენერატი წამლებს რო იმას შეგვეხარა არა კაცო არ ყავს როგორ მავიწყდება ტაბლიაშვილი ო სერიოზული ძალიან მაგარი ყავდათ ნიკა გვარამია კი ბატონო ეს ხო მელაძე ნოდარა მერე პოლიტიკოსებში გადადა ხო ეს პროპაგანდისტული ხაზი პოლიტიკოსებში ყავთ ბიჭო გიჟები ნიკა გვარამია რომელმაც თქვა რომ რასაც მე ვიძახდი ვიტგენშტეინივით გამოვიდა და ჩემ ძველ ნათქვამს არ დაუჯერდები და წამლებზე ვიყავი და მაგან მთელი ის დივერსია შემოიტანა ბიჭო არაცდიდა ქვეყანას წყნარად ცხოვრებას მე აღმოჩნდა თურმე რაში იყო საფრთხე თურმე ხარიელობაში სალომე ზურაბიშვილს რო აგინებდა არა პროსტა ისა სალომე ზურაბიშვილი არა ზურაბიშვილი საგინებელია კი და სანიკიძე გუბაზე ორივე ხო ეს სასტავი კიდე ნიკამელია რომელმაც რაც თქვა პირიქით ყველაფერი უგუღმა შეასრულა საჯდომით მოუბარი კი ბატონო სულელი ჩამოყალიბებული დეგენერატი ამერიკის დროშებით რო და საგარო ამერიკის და ეხლა წარმოიდგინე პრეტენზია რატო უნდა გქონდეს ოღონდ მე არა მე სხვა რამეს პრეტენზია რატო უნდა გქონდეს თუ შენ ჯანმრთელობასთან და მენტალური რაღაცა დაავადებები არ გაქვს ხო აქვთ თუ შენ ეს არ გაქვს რატო უნდა გქონდეს პრეტენზია და თამარა და გერია გია ბარამიძე და გიგი უგულავა და ამათ რატო უნდა გქონდეს თან პლუს ამ ყველაფერს ეხლა რაც ჩამოვთვალე ემატება გამოცდილება წარსულის სისტემური წამები ეხლა ნახე აი ესენის ხედან აი მაცი ვარ გამოტანილი ტელევიზორით და ლაზარეებით და ყველაფრით ერთად თავის ფრანკლინის კლუბებით და ფიქრობენ რომ ქართულ ხალხს რატო ეშინია ჩვენ რატო არ უნდივარ რატო არ უნდივარ არა და ხო დიდი პოტენციალი ერთიანობაც არა აქვს ხო ერთიანობაც არ აქვს დაჟე ასე ხო და ნახე ფიქრობენ რომ აი რა დავაშავეთ ჩვენ აღარა დააშავეთ კომპრომატები როგორ ექცევით ბიჭო კომპრომატები ხართ ბიჭო და იქიდან მეფე თუ დედოფალი თუ რომელიც არის საჭადრაკოდობაზე მე რა ვიცი მიშა იმაში უკრაინელის ვიძერო არის უკრაინელის სპეცნაზის ვიძერო არა ძმაო მიშას მე თუ ვინმე დასკვნას მომიტანს რომ ამას დაცურებული არ აქვს ყოველთვის ქონდა კაი გავუშვათ რა აი ნატა რის შეიძლება გწვენოდეს აი რის უნდა გწვენოდეს აი რა უნდა გეწყინოს და სხვა შორის აქ რო გაქებდეთ არ უნდა იყოს წინა არ უნდა იყოს მაგრამ აი ნატა კაჯაია მომისმინე კარგად გეუნები შენ აი ისი უნდა გწვენოდეს ესე დებილი რო ხარ აი რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ქალაქების დაბომბვა? რატომ გაცდა ირანის ტერიტორიას? იმიტომ რომ ირანიდან წასული ტერორისტები, ირანების სამხედრო მაღალჩინოსნები, მათ შორის გუშაქთა კორპუსის წარმომადგენლები და საზოგადოება მიცის რომ სწორედ გუშაქთა კორპუსზე დგას ეს აიათოლა ალი ხამეინის რეჟიმი. დიდი არაბულ სახელმწიფოებზე სხვადასხვა ქვეყნებს არა ეს ისრაელმა ძალიან კარგად იცის სად იმყოფებიან ისინი და სავარაუდოდ ამ სპეცოპერაციების ეგო ისრაელი არა ბიჭო ისრაელი და ამერიკა თავის დუბაის ამერიკა ურტყავს ანუ რა იმასაც იდეოლოგიასაც თვითონ ემხრობიან ისიც ვერ განსაზღვრა რომ ის დაეცვა მაგრამ ეს უნდა იყოს დასჯადი ესეთი სამადავალნი იდიოტის სახით რო ლაპარაკობ ესეთ თემაზე როგორი თვითდარწმუნებულია რომ არაფერი არ ეშლება დიდი ირანის ტივით ეხა გუშაქთა კორპუსი ხო ამას მაღლა კორპუსი გონია ის გუშაქთა კორპუსი იმენა დიდი 8 სართულიანი ჯიგრული არა ცოტა 20-საც ათამჯენი რა ორი ლიფტით ხო და კაროჩე ანუ ეს გასაბავს ცი ისინი გამოიქცნენ დასახლდნენ აბუ-დაბიში და დუბაიში და ისრაელი აბუ-დაბიში იმ კორპუსებს ურტყავს სადაც ესენი არიან ნავოჩიკები ხო კი ბიჭო შენ სიღრმეს ხდები ხდები ამაზე დებილი არავინ არ შეიძლება აი როგორია იცი მაგალითად მე რო ხავ დავждე აქ და არა ანალიზი რო გავაკეთო მეორე მსოფლიო ომის
და რო ვამბობ აბა დებილობა თქვი აბა რა გეტყვი გეტყვი ვერ იტყვი მოიცადე გეტყვი აი ხა თუ დაფიქრდი და ეგრე სად არის ამეს დავფიქრდები არა ეგრე დებილობას ვერ იტყვი ანუ ეხლა რაც ხდებოდა დუბაის შენობები სასტუმროები იბომბებოდა ისრაელის მიერ ამერიკის მიერ დუბაის ბომბავდნენ ამერიკელები, იმიტომ რომ იცოდნენ ის ოთახები და ის ნომრები სასტუმროში, სადაც იყვნენ ირანელი ჯაშუშები. სწორია. ჯაშუშები და კი არ მივიდნენ და კი არ შევარდნენ იქ. არა, იმენა აეროპორტი და არა, იქ უნდა დაერთა. არა, თან აეროპორტები და არა, იქ არ შეიძლება თუნდაც რომ მიხვიდე გაანეიტრალო. არა, აეროპორტები და ბომბეს მაგის გამო. იმიტომ რომ თვითონავში იზდა. არა. ნუ, იშვიათ. საკუთარი ბაზები დაბომბეს. ძალიან მაგარი. ამერიკელები დაბომბეს. ხო, ბაზები, ხო დასაბომბი იყო. იმიტომ ჯაშუშები იდნენ. კი, დასაბომბი. იქ ვერ აიღებდნენ, ხო, ვერ მიდოდნენ, ვერ დააწევებდნენ. კი, და ეს სრუტე და გადაკეტა იმან, რა ქვია, კაშალოთ. კაშალოთ, არა, დანიამ. გრენლანდიამ ჯაკეტა ეგ სრუტე. აი ეს არის თუ გაინტერესებთ გეოპოლიტიკური ჯოჯოხეთი, მაგრამ გეოპოლიტიკის გეოპოლიტიკური არა ეს არის ჯოჯოხეთი. ეს არის გაუპატიურება გეოპოლიტიკის. აზრის, რა გეოპოლიტიკის საკი აზრის. აი ნატა. რა უნდა გწყინდეს თორე. ასე რომ მაინც რა ჩააგდე აბა. ჩემთან დაკავშირებით ახალი ამბავი არ არის. სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობა შეუერთდა ტერმინოლოგიითაც, როგორც არის მაგალითად ქათამი, ნიკუტა და ასე შემდეგ ქართულ ოცნებას. ვაიმე ქათამი კაცი. არა, ერთსამი ქათამს ეძახიან ნაცები ამას. ხო, არ ვიცი. ვა, დინარება აღმასლა და მაიცა. ჩემთან დაკავშირებით ახლა ეს ახალი ამბავი არ არის. სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობა შეუერთდა ტერმინოლოგიითაც, როგორც არის მაგალითად ქათამი, ნიკუტა და ასე შემდეგ ქართულ ოცნებას. ანუ ნიკუტას ხო ჩვენ ვეძახით? არ ვიცი. ქათამსაც ჩვენ ვეძახით. ხო. და ეხლა ეძახის ანიციტლიძე. რაღაც სხვა რამე უნდა დაუძახო. ეხლა ეძახის ანიციტლიძე ალბათ. ანიციტლიძე? მაგრამ მიქრე ნიკუტა ხარ და ქათამი. ეგეც ძალიან რთულია. აბა სხვა რა დაგიძახოს მეორე სხული, ცოტა რთულია. სიმართლეს იძახიან იქნებ. მამალი. პეტუხი ხო? ვაი თქვენ პატოს, თქვენი უბადრუკი დედავატირე, თქვენ უბადრუკებო, თქვენ რა თქვენი რევოლუცია მოსაწყობი ხელახლა არის 10 ჯერ მოსაწყობი. არა ბიჭო, ვინ უნდა მოაწყოს რევოლუციას? სოდავებო. რა რევოლუციაზე ლაპარაკობ? ვინ უნდა შლაკი ხარ, შლაკი ეს ოპოზიციის ლიდერი. ნეშომპალა. ნეშომპალა. ნეშომპალა კიდე რა. ეს არის კულტურული ნეშომპალა. არა, სასუქია. მაშინ აი რა არის? ნაკელიც კარგია, გამოიყენება, მატლებიც გამოიყენება. არა, ეს არის რაღაცა. აი რაღაცა ხო. არაფერში რომე რა არის ეგეთი? რა არის ეგეთი? არც კალია, არც ღამურაა ეგეთი. კალია რო თებს იცვლის, ირთა რო დაეცება. ხო. მაგრამ ისიც შეიძლება რაღაცაში გამოიყენება თქო გეო. ვაფშე არარაობა ხარ რა. არარაობა. იმენაზე დმე. ნატა ქაჯაი არის თქვენთვის რა ვიცი ჟურნალისტიკის დედა რა. თქვენი დედა ვარ. კარგად ზანდებოდეთ როგორ ვნახოთ. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის ხვალამდე აბა. აუ ძალიან მოგესალმებით მეგობრებო, ბაჩო აქ არ არის, ბაჩო არის ამერიკაში და დღეს უნდა მოეხდინა ჩართვა, უნდა ჩაგვერთო. მაგრამ ხვალ ჩაერთვა. ამინდის ციკლონი არის. ბაჩო ძალიან საინტერესო მისიით არის. ხო და ჩვენ არ გვინდა ამ მისიის გამხელა და თავად წარადგინოს და რას თავია ძალიან საინტერესო ჩართვის საყვარელი მეტად ჩართვის ობიექტი ყავს სუბიექტი რომელიც თქვენს მოგეწონება ნუკრის ჩვენ ძმას შეუსრულდა 40 წელი და ვიდა რომ ესე მიულოცოთ ჩართვა მაინც გავაკეთოთ რახან ჩაფიქრებული привет გაუმარჯოს როგორ ახართ როგორ შენ როგორ ახარ გილოცავ ნუკრი გილოცავ დაბადების გაიხარეთ ძალიან მიყვარხართ ერთად ამდენი წელი ვიბრძვით და აგრეთვე აი 40 წელსაც რაც შემიძლია თქვა რომ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ჯერ იმ 7 წელია რაც ვარ პოსტივში და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ცხოვრებისეული რა და 40 წელს რაც შემიძლია თქვა რომ აი ხომ არის რაღაცა ესეთი პერიოდები როდესაც გააქვს რაღაცა ხან აღმავლობის პერიოდი ხან დაცემის პერიოდი აი ეს რაღაც დამშვიდების პერიოდი მაგ აი დამშვიდებული ვარ იმიტომ რომ
ვიცი რომ ცხოვრება რაღაცნაირად კალაპოტში მოექცა რაღაცნაირად უკვე თქვენ თუ იცით მეგობრებო რატომ არიცით და მოგიყვებით ახლა რატომ არის ნუკრი ჩვენი გუნდის წევრი ეს არის მთლიანად ბაჩოს და ამ ჩვენი გურამის დამსახურება ეხლა რა მოხდა გამოაჩინეთ რა ეს კაციც რა ესე იგი ეს მოვიდა ჩვენთან ეს კაცი მოიყვანა ბაჩომ და გურიმ და მე დავიწუნე თუ გახსოვთ თქვენ ბიჭებო დავიწუნე აქცენტი არ უარგა და დიქცია არ უარგა თქო და ეს გავკრებული იყო ნუკრი ჯერტი ცოტა ნირწავხდა და ამათ მომწეს რომ შეიძლება ესეც არისო მაგრამ მოდი რომ კიდევ ერთხელ სტადე და ასე შემდეგო და ამის შემდეგ თვითონაც ძალიან მოინდომა და მე უკვე როცა გამოავლინა თავიდან ალბათ მე ვერ დავინახე და რომ გამოავლინა გახდა ჩვენი უსაყვარლესი გუნდის წევრი გახსოვს ეგ გითხარი დიქცია არ გივარგა კი მე მქონდა კამერის შიში ძალიან სერიოზული შიში მქონდა საამდე შევეჩვეოდი კამერას და ენა მებმეოდა და მთელი ამბები იყო ხო და მახსოვს ეგ ეს პერიოდი როდესაც რა კარგია რომ შევწდი და რა კარგია რომ ესე იგი ყოველთვის ცდილობდი აი უცხოებსაც ურჩევ რა რომ რაღაც დაგიწუნებენ არ ეძებოთ სხვაში პრობლემა რა საკუთარ თავში ეძებეთ პრობლემა და მართლა შეხედათ კრიტიკულები იყავით საკუთარი თავის მიმართ თორემ ეს გაძლევს რაღაცნაირად мотиваციას მე შემდეგში რომ რაღაცნაირად გამოსწორდე და რაღაც შეიტანო შენი ისინი რა ქვია განმავითარებელი აიო ბაგდავაძე რო გვაკრიტიკებს აიო ბაგდავაძე ჩვენ მაგალითად ხوارბოდა საკუთარ თავში ვეძებ მონსტრებს ბაყაყებს მაგალითად რომელსაც ის გიწოდებს ხო ბოროტი ისავს რა ბოროტი არა მესმის ნუკრი რა თქმა უნდა ისეთი თვალი კარგი მოდი ცოტა ხანი დარჩი გინდა იყავი და ჩვენთან ერთად იყავი თუ გინდა თუ არ კეიფობ ეს თავარი ამის გრინ თავარი ეხლა რა შვები კეიფობ თუ მოდიხარ ესე იგი ვიკეიფე უკვე ვიყავი მეგობრებს რაღაც არ გავხარ არ გეტყობა და კეიფ არის რაღაც არ გავხარ დალიე ბიჭო თუ არ დალიე გითხარი დალიე დავლიე რა დალიე ეს არის საუკეთესო გურის საუკეთესო შეკითხვა რა ჭამე და რა დალიე ვისკი დავლიე ხინკალი და კაბაბი ყველაზე მაგარი რაღაცა გაუკეთებია კარგი ხარაშო მაშინ გვიყურე შენ გეშტობებით დროებით გაიხარე ნუკრიობა დროებით როგორც გაიხარე ხან ამ კაცს მეცის ხანახან აი სულად მოულოდნელად არ და მიჩვეული უნდა იყოს ეს და რა ჭამე დღეს და ფიქრო ბიჭო ხანახან რა ჭამე ძალიან მაგარი შეკითხვა არის რეალურად ჩაკაფული ჭამე დღეს მართლა კი და შემწვარი ქათამი ყვა ჩაკაფული და შემწვარი ქათამი არ იკლებ ხო არა ძმაო კარგი აგერ ვინც არ იკლებს კიდე ერთი გავუშვათ ნანუკა ჯორჯოლიანი ხუთიანი არის მიშა სააკაშვილი და როგორც კი ამის აღქმას კარგავენ იქ ლიდერები და გადაწყვეტა რომ ხუთიანები თვითონ ხდებიან აი ეს იწვევს დისონანსს ჩემი აზრით ლიდერი უნდა იყოს ვინც იცის რომ ხუთიანი არის მიშა სააკაშვილი აი თინა ვაკუჩაო თინა მიცის რომ ხუთიანი არის მიშა სააკაშვილი და იმან არის ის ხაბეიშვილმა ხაბეიშვილმა პირველი იწოდა არის ის არა ხაბეიშვილმა მართლა იცოდა მაგრამ ხაბეიშვილს რა ვერ აპატიეს ეგ ვერ გავიგე მეც არ მევასებაო ხაბეიშვილს გავიგე მაგრამ კაცმა თავი გადადო ბოლომდე კაცი არ დარჩა ვინც არა ვისაც თავი არ გაალახინა ბოლომდე არის ბრძოლა ყველაფერი უკადრებელი იკადრა კბილები ჩაისვა პალტოები გამოიცვალა აი ფსკერზე კიდე ერთხელ ჩავიდა მოყვინთა ჩავიდა მაგრამ ვერ მოიგო ამათი გული ამათ თურმე უნდათ რაღაცა урбанული ფაშიზმის გამო დაიწუნეს მიკრო ოსკარ უელდი უნდა ხო რა ვიცი მე ოსკარ უელდი არა ტიპი დაიწუნეს იმის გამო რომ ქაჯია არა ცენტრალურ უბნელია არა ქაჯია და ინგლისური არის ხო და მარტო ის უნდა და ოსკარ უელდი სვეცკობის განსახილება სოფლიოში არის თან მიშისტი გინდა იყო და თან სვეცკი ეგრე არ გამოდის მე თქვენზე გაგებული მაქვს ოსკარ უელდს უთხრას ვიღაცა ქალმა მიიღებას თქვენზე გაგებული მაქვს როგორც გემოვნების და მოდის უზადო მწერალსა და ეთქობა არა ვარ რომ თქვენ გაგეხაქვთ გაგებული ჩემზე ეს რა ისეთი საინტერესო კალამბური ჩატარდა კიდევ ნანუკა ჯორჯოლიანი ანუ მე ვირჩევ 4-იანს იმიტომ რომ 4-იანში უფრო ხედავ იმ რესურსს რომ მიშა გამოიყვანოს ციხიდან არის ბლებ მამა ჩემა ზურიკო ჯორჯოლიანმა შემოხაზა 4-იანი და რომ გაბუგონდი იმიტომ რომ ვერ მივხვდი 4-იანი რატო შემოხაზა მითხრა რომ მეო ძალასო მიშას გამოყვანისო ამ პარტიაში უფრო მეტად ხედავ ეხლა ვიდრე 5-იანში და იცი რამდენი ადამიანი ვიცი ეგეთი რომ მიშის ანუ მიშას ამორჩევლები არიან მაგრამ შემოხაზეს 4-იანი მამა შენიანა იდიოტები არიან ეგენი
ესე იგი 4-იანი არის ის რა ქვია ბოდიში გვარამია და მელია ხო? და გვარამია და მელია რომელიც ეხა მიშას ყველაფერს აგინებს საერთოდ რაც ელვა გქონდეს ადამიანს ხო აი არ ვიცი ბოროტი ნაძირალა ყველაფერი ხარო და მიშა ეძახის რომ არათუ გამოყვანის პოტენციალი მიშა ეუნება რომ მოღალატე ხარო იმენა გალიმი ნომრიანი მოღალატე ხარო დუეტი აქვს ეხლა არა რა არის იცი რომ მიშას ბრალიც არის ჯესე თუ არ უნდა და ეს ძალა რომ გაფურჩნულიყო ეთქვა რომ ამათი დედავატი რან ზღვა დაეწყო მაშინ ეგრე არ არის და მესამე ნანუკა ჯორჯოლიანი 10% წაართვა ნაციონალურ მოძრაობას ევროპულმა საქართველოს და მე გამახსენებელს რამდენი ქონდათ? არა მაგას რა არა ძალიან შეიძლება 4-იანმა 2028-ში 2% აიღოს ეს ძალიან დიდი ნიშნობა შემახსენეთ რამდენ პროცენტზე დავიდნენ რომელ წელზე ამბობ აი ევროპული საქართველოს სად არის დღეს ბოლოს 2%-ზე დავიდა არც კი ძალიან კარგი და შემდეგ ისინიც დაიწყნენ რა ეს პასუხია ანუ კი პასუხია ხო ეგ ვერ გავიგე არა მე გავიგე სხვა შორის ევროპული საქართველოს არის არა ევროპული საქართველოს არის მართლა ჯადო თუ წეულა და რატო იმიტომ რომ ჩერგო ყავდა თორე ჩერგო რო არ ყოლოდა თან ჩერგოს გამოქონდა ყველა შიდა ამბავ ინსაიდერული ამბავი ეთერში მიშა მშულდაძეს ეჯდა და ლაპარაკობდა რას ამბობ მაგ ჩატში არ იყავიო შენო როგორია ჩვენ ერთად ხო კი კაცო მაგას ყველაფერი კი მაგას წერდიო და ისინი ჩერგო იყო რომელიც გამოვიდა და გიგი უგლავაზე თქვა რომ სხვისი პროტეზი რო ნახოსო გვილებისო ჩაიდებსო და იტყვისო რომ ჩემიაო ну ლანძღა ყველა ბოლომდე და ევროპული საქართველოს იყო თუ არ ვცდები 27 კაცი ყავდათ ნაცებს პარლამენტში და ამათმა 20-21 წაართვეს ქონდათ თავის ტელევიზია კეზერას დაფინანსება ყველაფერი ქონდათ აბსოლუტურად და ჩერგოს და ბოკერიას წყევლამ მოახერხა იმდენი რომ განუდნენ და გახდნენ პოლიტიკური ბანკროტები მოდი მეგობრებო გია ბარამიძე ეს კაი კაცია და გავუშვათ ჩვენ ვიცით რომ ძალიან ბევრი რამ გვაქვს ერთმანეთის საწინააღმდეგო ძალიან ბევრი რამ გვაქვს ერთმანეთის მიმართ ნათქვამი ახლაც არ ვართ შეიძლება კარგად მაგრამ ხავარია საქმიანობაში ბატონი გადავარჩინოთ საქართველოს ხო გიხსნით იცით რატომ გვარამია გიხსნით ანა თავარია გადავარჩინოთ საქართველოს და გადავდოთ უკანა პლანზე შევეცადოთ ეს არ არის ადვილი მაგრამ ადვილი არ საქართველოს გადარჩენა არ არის საქართველოს გადარჩენა კიდევ უფრო მეტად ძნელია და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს შეუძლია რომ ეს დააყენოს წინა პლანზე და არა ის დაპირისპირება გულში რაღაცა ბოღმა რა ვიცი რაღაცა შური თუ რა არ ვიცი რა შეიძლება კიდე ამოძრავებდეს ადამიანებს შეიძლება მეგობრებო ესე იგი ამათ გონიათ რომ საქართველოს გადარჩენისთვის შრომობენ და საქართველოს გადარჩენა არის ის რომ მელია აღარ შეაგინებს სააკაშვილს და სააკაშვილი აღარ დაუძახებს მელიას მოვალს მაგრამ მე რას ვიტყვი იცი რომ მე ხა ეს არის ზეძალთა დაპირისპირება ერთი შეწვი მეორე მოხარშე სულ ფეხებზე მკიდია ვინ არის ტყუანი და ვინ არის მართალი ჩემთვის აპრიორი ეს ალიანსიც ეს ეგრეთ წოდებული ნაცმოძრაობა და თელი პოზიცია ერთი ფეხებია აბსოლუტურად და ძალიან მიხარია რა თქმა უნდა რომ ესეთ დაპირისპირებას ვხედავ თვითონ თუ რომ გაიყვნენ და დადგნენ და გაჩუმდნენ და დაიწყონ სუფთა ფურცლიდან ეს არ შეუძლიათ რატომ იმიტომ რომ დაუმსახურებელი ამბიციური არ მინდა ხა ისეთ რაღაცა ну გასაგებია ხო იმების ჯოგია ეგ რა და ბოდიში მანამ ზეთა ჯოგი თამარა ჩერგოლეიშვილს ვახსენებდით ხო და გია ბარამიძე იყო თუ პეტრეცის კარიშვილი რო უთხრა რომ საცემი ხარო და საგინებელია მოდი ცემეო იმ შეთო თუ რაღაცა ეგეთი იყო არა იმას ვერაჩერებენ რა ისე ხო იცი ის ცხოველებს რო იმას ტრანკვილიზატორი ტრანკვილო ხო ხო რო იმიტომ დინოზავრის დოზა უნდა ხო იმას ხენის დოზა ვერ გააჩერებ ისე მე მინდა რომ დიდ ბორბალში შევიყვანოთ და გამოიმუშაოს ენერგია. ბოლოს რაღაცა სარგებელი მაინც. რაღაცა სარგებელი. ხო, დიდ რამოდენიმე მეგავატს გამოიმუშაოს. ერთ კვარტალს გაათბო. სუსხიან ზამთარში. მოდი გავუშვათ აბა ოპოზიციონერი რომელიც გახდა მილიონერი, რომელიც გახდა მილიონერი ოპოზიციაში. ხმების გაყიდვით და ღალატით და მაიმუნობით. შალვა ნათელაშვილი. გასარკვევი ისინი ყოფილი თანაპარტიელებია ძირითადად და რა ვერ გაიყვეს როგორ ვერ გაიყვეს ეს რა ვიცი მათი საქმეა და არ მინდა იქ ჩავერიო ჩვენ უნდა გამოვიდეთ შემდეგი პრინციპიდან ქვეყანაში რომ მართლა ძლიერი ოპოზიცია არსებობდეს იქ დიქტატურა არ დამყარდებოდა დიქტატურა ესეთი მყარდება უსწორ ოპოზიცია არ არის ხო
და რაც არის ესეთი ფრაგმენტირებულია და ერთმანეთს დარეული. ეს ძალიან ცუდი. ახლა ხშირად მომიწოდებენ და მეუბნება რომ ჩაუდექი სათავეში, შეკრიბე ფანჩატური, ისქენი რა ქვია, მეგობრებო, ეს არ არის ისტორიას, თავისი კანონები აქვს. დღეს უკვე პარტიებს შორის ბრძოლა კი არ არის, ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის. დღეს ხელისუფლება ებრძვის ხალხს და ხალხმა უნდა მოიღოს ხმა და იმ ხალხს გახვება და მისი ნაწილი იქნება ყველანაირი ოპოზიციონერი. ანუ ხალხს უნდა გაყვეს პოლიტიკოსი. ძალიან მაგარია. თუ ხალხმა სადმე რომელიმე ქვეყანაში გაიმარჯვა, პოლიტიკოსები რაც შეფეხებად ჭირდება. კაროჩი, აი, ამასთან ყველაფერი ნათელია. რა ენაღლება ახლა შალვა ნათელაშვილს? აი, რამეზე სტოპია აქ? არა, ხოჭორს არის ერთადერთი პოლიტიკოსი. მე სიტყვაზე გია ბარამიძეს თავისი ნიშა აქვს, ვინც ვახსენეთ პეტრეც ისკარიშვილი, ანუ თავისი ნიშა აქვს, ეგენი არიან მამალი ორთოდოქსი ნაცები, რელიგიური ნაცები შეგვიძლია დავარქვა. შალვა ნათელაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ვაფშე სტოპი არ აქვს. და არანაირი მანევრის არ ეთაკილებს. ვაფშე. შეუძლია ვიღაცას აგინოს და მეორე მივიდეს ფული გამოძალოს. და აღარ აგინოს. ოღონდ როცა შემოკლება მეორე აგინოს ისევ. მაგი ხო იცი რატო დაიშალა ეგ პარტია? ფული მივიდა ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქისგან, არ მინდა გვარდიასახელი არ არის ცოცხალის კაცი, მიუტანეს ფული. და ზუსტად იცოდნენ რაში მიუტანეს პარტიის წევრებმა. იცოდნენ ზუსტად რამდენი, რა ყუთში, სამომარის ყუთში და ასე და უჭირდა რა პარტიას და შემდეგ გამოვიდა თითქოს არაფერი რა. მთელი ეს პარტიული დაფინანსება რაც მიიღო, სულ თვითონ აიღო ყველაფერი. ერთი ლარი საქმეში არ დაუხარჯავს რა, ხო მაგარია. და საკმაოდ ახალზეა. ვინას მოახმარა, იქ დათვიყავდა. მე ვიცი ვინ არის, თვითონ იმ კაცს აქვს ნათქვამი ჩემთვის რომ მე მივიტანე ეს პულიო და მაგიტო გასკდა ეგ ამბავი რა. მაგიტო დაშორდნენ ეს ისინი. ვიღაცა გუგავას ცოცხალიანე და თუ გუგავა მე მგონი მაგასთან არის შალვას. დარჩა ხო. არა, გუგავა დარჩა შატპერაშვილი და ის რა ქვია. შენ რო გეუნებოდა ის აი ის ნათესავია. ხო და მაგას გეუნებოდა. ნათელაშვილია იგეთ. შენ გეუნებოდა რომ შატპერაშვილი ზაგანიაზეო. ისო ყარდაო ჭიჭკინათევზე ქონდა ნაჭამი. ა შენ ხსუთა ხარ. ხო და მეორეო ეძინაო რატო? ეძინა. ძალიან მაგარი კაცი იყო. სად არის ხა ის კაცი? რა ისტერიკაში იყო ბიჭო რომ ვერ ჩერდება. არა ვერ ჩერდებოდა და დამშვიდე მეთქი რა გინდა. აი აქ ამოსული შალვა არამიშვილი დადევს. იმის ხევზე დადი გურიკარო არის ჯარც რო აგროვებს. ჯარც რო აგროვებს. იქიდან ამოსულა მოდენილა. ასე ხევ დაიარება. ხევ დაიარება. შენ რო გეუნებოდა ფული გაქო მოსაწები ბაღაზია დავკეტეო. კი არა ღია დავტოვე და თუ რამე დაიკარგე. ალბათონი ბელა მოვიდა და რაღაცა მე სიგიჟე თქო დამარტყა ხელია თუ რაღაცა რა სისულელია. ის მეორე ქალმა თქვა. ხო მეორე ქალმა დავინახე რომ არა ნუ ბოლომდე პროვოკატორების სოფელი იარა და სარალთესაო. დოგვილი. დოგვილი სუფთა მიდაწყდის. თან ბიჭო ჯერს ერთ დოგვილი ძალიან მაგარი ფილმი. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი არის. ანუ როგორ არის იცი რომ ეს აგრესიაც როგორი იყო იცი რომ არ იყო ესე იგი მაინც ქართული აგრესია იყო ფიცლით რო არ ჩამქოლავდნენ ვიცოდი რა. ის ვიღაცას ხო ქონდა რაღაც ეჭირა. მე ნუ ხო არმატურა მაგრამ დააგდეს. ხო არა გასაგებია კაცო. მაგრამ მე მოვიდა პოლიცია ეგეც საინტერესო იყო ძალიან და მე ჩემზე იჩივლეს. ნუ ეს არის ერთ-ერთი ეპიკური გამოშვება აკრედიტაციის დოგვილი რა, ჩვეულებრივი ქართული დოგვილი. ხო და სხვაჩვენს ამან იმოქმედა, რატო იცი რომ სახში და ოჯახში და სანათესავში თუ ესეთია, ანუ შენ ხვდები მეთმან უქნას და საქართველოს რომ მისცე მაგას სამართლად რაც გამორიცხულია, რაც დაამსგავსებს საქართველოს. აბა ბიჭო. მასატარი კი არა, გამას. მუშტა. კი ბატონო. გია ხოხაშვილი გაუშვათ. აი ძალიან საინტერესო არის სხვაჩვენს ამ ბოლო პერიოდში ანინა დარეიშვილის ვიდეოები ხდება TikTok-ზე, სადაც თითო users და მომხმარებელს ტაგავს, ეუბნება რომ მე სანთლით ვეძებ ადამიანს, ვინც ბაჩუახალაიამ შეავიწროვა და ვერავინ ვერ გამოდის, როგორ ვერ აკეთებს? ხო, დაუდგება ჯარი. ხო, ვერავინ ვერ ამბობს პირადად, ჯერ რა ჯერ პირადად ჯერ პატიმარს, რომელმაც ეს საშინელი წამება და სისტემური წამება და გაუპატიურება და ესენი გამოიარა რა ტელევიზიაში გამოვა და იტყვის რომ ისო ჯერ ეგ მე რა პირადად რას ნიშნავს ის არ ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს ეს არ იყო სახელმწიფო პოლიტიკა რომელსაც ის ახორციელებდა არა ვერ ხვდები ხო რა პირადად ვერ ხვდები რა პირადად ის საშინელი ციხე ის საშინელი ციხის გდანის ციხის ციხე სადაც ეს ხდებოდა
მიუჯელი ტიპები რო ცხოვრობდნენ იქ, ხო, ესე ითქმის ციხეზე. და კოშმარულად ცხოვრობდნენ, ცხოვრება არ იყო, ეს არის არსება, გადარჩენა, ბრძოლა გადარჩენისთვის. იქ შკონკაზე ვერ დაждდებოდი ბიჭო დღე. სიცილისთვის ისჯებოდი, გცემდნენ. ეგ ვინ მოიფიქრა? ვინ მოიფიქრა? თელ კამერას წემდნენ. თელ კამერას რა თქმა უნდა, ხო. და რა ვიცი, ისინი უყვებიან მორგზე მიბმული ადამიანი და რა კადრები გვაქვს ნანახი კაცების სისტემური გაუპატიურების, სისტემური წამების არ ვიცი და დღეს რო გამოდიან გამოდის და ყოფნის ნამუსი ამ ქალბატონს ნამუსი ყოფნის და ამბობს ესეთ უტიფარ და სარგებლობს იმით რომ ქალია და არ დაუწყებ ხო ჭიდაობას ისეთ რაღაცაზე რაც აჩივიდნია რა აი ქუჩაში რო თქვი აჩივიდნი რაღაცაზე როგორ დაგელაპარაკო სინაგლეს და ვთქვათ კადრებას სჭირდება რა რაღაცა და ბოლოს გაიჩალჩა მაგის მანქანა ეხა რო გამოდის და ეს რო იძახის რო გადატრიალებას ვაწყობდი და ასე შემდეგ ეხა ხალხს აქ მათ შორის ნაცებსაც რა თქმა უნდა ხალხს აქ როგორი რეაქცია იცი რომ ბაჩოს მოწყობილი ბაჩო ახალას მოწყობილი გადატრიალები ხოვდები რა არის ულებრივი კომპრომატია და ეხა ეს რა ქვია ყვაბლი უცეცხლოდ რა თქმა უნდა არ ჩნდება ხუხაშვილი ოპოზიციაზე ძალა არის ხალხში და ეხა ხალხის მხარდაჭერა თუ არ ექნა ოპოზიციას ნუ კაპიკია მათი ფასი მაშინ და ხალხის მხარდაჭერა დღევანდელ ვითარებაში მხოლოდ დიალოგით მოიპოვება იქნება საბოტაჟი ქვისროლა იქნება ქვისროლა მაგრამ უნდა გადატეხონ ეს 2011-ში ჩვენ ქვებს გვესროდნენ განა არ გვესროდნენ მაგრამ გადავტეხეთ აქედან გამომდინარე თქვენი ჭირიმე რა რკინის ქალამნები ჩაიცვით ხალხში წადით რა ხალხში წაი და არ შემოხვიდეთ სახში დავაჩეროთ ეხა ეს იდიოტი რას ამბობს ეს ბებერი იდიოტი რომ ეს უნდა წავიდეს ხალხში აი ეს არის ხალხში ავტორიტეტული ან ვინ არის ავტორიტეტული ხალხში გეხოცები აი ვაშაძე უნდა წავიდეს ხალხში ოკერია უნდა წავიდეს ჩერგო უნდა წავიდეს ხალხში აი ხა მელია დაჭერილია თორე მელია ხო არა გვარამია უნდა წავიდეს კახეთში მაგალითად კახეთში ხო და მოუწოდოს დიდი სოციალური კაპიტალია და სიმბოლო არა სამეგრელოს აბსოლუტურად იგივეა დარწმუნებული ესე უნდა დაინაწილონ რა ხო რა ვერ გავიგე ვინ უნდა წავიდეს აი გირჩი უნდა წავიდეს ოკუპირებული ტერიტორიების მიდამოებთან იუტაში გირჩი ჯაფარიძე არის აბსოლუტურად არაქართული ჰაბიტუსის, ანუ სოციალური ჰაბიტუსი ვამბობ რა. სად უნდა მივიდეს, რა ხალხში უნდა გავიდეს? მე ისეთ ხალხი არ ვიცი, რომელშიც ეს ტიპი შეიძლება წავიდეს გირჩი. ისეთ ხალხი არ არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე. ვერავინ ვერ. თუ ზავა მორმონებში კი ბატონო. სახალხო ლიდერი არ ყავთ, სახალხო ლიდერი. სახალხო კი არა. ნაროდნიკი რა, ლიდერიც არა, ან ნაროდნიკი რომელიც კი, რომელზეც შეიძლება ფიქრობდე, რომ აი ახე რა პოპულისტია, მაგრამ იტყუება რა. არა, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანი ეტყვის, რომ მოდი ამას მაინც რაღაცა დაველაპარაკებ. მოდია ბიჭო, კანიბალების ქცევები. მე გეტყვი, უნდა დაინაწილონ რეგიონები. გვარამია უნდა წავიდეს კახეთში. გირჩი უნდა წავიდეს გორთან საზღვრისპირა რეგიონებში, იმიტომ რომ მას და ქაცარავას ძალიან კარგი გამოცდილება. მენაპირე ერისთავია. მენაპირე ერისთავი ქაცარავა ხო გააგდეს ერთხელ. კი. გვიქმნი ერთხელ კი არა, შენო სულელი ხო არა გარო. ეგ მაგალითად კიდე სად შეიძლება აი ეს თბილისში გაიაროს ხაბეიშვილმა ცენტრალურ უნებში ხაბეიშვილი ცენტრალურ უნებში ხახდა ელაპარაკოს ნენსი ოლანდი სადმე ნენსი როლანდი ილია ღლონტი ეგ არ ვიცი ილია ღლონტი როგორ კაკუნის შიში როგორ ხო მაგარი კაცია სადმე ხო არ ვიცი წარმოდგენა არა აი სად შეიძლება რომ ესენი წავიდნენ რა შეიძლება მოიმოქმედოს სვანეთში ვინ წავა რაჭაში ვინც აი რაჭა არის ყველაზე კარგი ხალხისგან დაკავშირებული იმ კუთხით რომ შეიძლება არც ემონი ბიჭო რა არის ის სვანეთში გვარამია უნდა წავიდეს გვარამიას შეუძლია რომ ბევრი ის აიტანოს კი ეს ონტოლოგიური ტვირთი თავის თავზე თვითონ აიყოს აი ხალხში გავიდნენ რა ჩერგო ისევ ფოთში კი ჩერგო უყვართ გამოშტერდებიან და ახსოვთ უნდათ კიდე კი ბატონო წავიდეს მაგრამ სად წავიდეს კი ბატონო აბა ლევან სანიკიძე გაუშვათ არ მოხდეს აქ. იმიტომ რომ ეხლა ვინც არის ნაციონალურ მოძრაობაში, ყველაზე მძიმე დროს ცდილობს ამ პარტიის ფეხზე წამოყენებას და მე მაქვს აბსოლუტური რწმენა აი მინდა რომ ჩვენს ამომრჩეველს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსაც მივმართო რომ მაინც დადგება ნაციონალური მოძრაობა იმ საფეხურზე და ისე იდგება ფეხზე როგორც ჭირდება ამ ქვეყანას და არა მხოლოდ ამ პარტიის წევრებს და ეს პოლიტიკოს თუ არა აქვს რწმენა
იზოვიაკი ამბობს ვიღაცა იზოვიაკი. მეუბნება რომ მე ნერვიულობა საქართველოს გამო რომ ეს გახდება როგორც პოლიტიკური ტესტი, ვიზების შეჩერება. სასწრების შემთხვევა. გამოსცენ ამ შეჩერების მექანიზმი. ხო იცი რომელიც არის ეს? ვიცი. ის გამოცადე ჟურნალისტი დედაშენ. ევროკავშირის იზოვიაკს მიმართო იზოვიაკს გადაუთარნიათ. დედაშენი გამოცადე საინტერესო შეჯიბრებებში. ვის უნდა გამოცადო, რა უნდა გამოსცადო. ჩვენ ნერვიულობთ რატო იციო? ხახი არ დავსაჯოთ, მაგრამ თუ ეს გამთხრებმა არ იმოქმედა, ანუ ხახი თუ არ გამოვარდაო და არ დაამხო ხელისუფლება, მაშინ ჩვენ ჩავთვლით რომ და ესეც ჯერ მე ამას ვლაპარაკობდი რა, რომ რაც არ უნდა უნდოდეთ ევრობიუროკრატებს და ლიდერშიპს და მათ სატელიტებს, რომ ჩვენ გვესაუბრონ შემრიგებლური დისკურსით, მაინც გამოსდით აროგანტული ტონი. იმიტომ მასე გელაპარაკებია. მასე ფიქრობენ, ანუ მოფერებაც ეგეთი აქვთ. აი, წაიკითხე, უბრალოდ ეს შეხედე. ისინი ამას უიზო მიმოსვლას უყურებენ ცოტათი როგორც ქველმოქმედებას და რომ ყველას არ შეუძლია მოვიდეს ევროკავშირში ნებისმიერ დროს. იმიტომ რომ ეს ხო 64-ია. არა, ეს არის ჩვენს ქველმოქმედება. ხო, რომ შემოგიშვით. მადლობა. მადლობა. რა არის? ჯერჯერობით მაშინ იმ მაჩვენებლებს მივღარაძებთ ამ ქვეყანას, სადაც ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებლებია. დაუშვათ, ხო? მე ვაფშე არ მინდა ისეთ ევროკავშირის ისეთ ქვეყანაში, ისეთ გეტოში მოხვედრა, რომლის არსებობაც აქ წარმოუდგენელია. კი ბატონო. აი პროსტა რომ ეხლა მინდა მან წასვლა. ძალიან მაგარი ქალაქები და ქვეყნები არის ევროკავშირში ტურისტულად. მაგრამ იქვე იმ ქალაქთან, ან იმ ქალაქში, სადაც იმ ქალაქში კაცო არის საშინელი გეტო. და ცენტრიც ეგეთია. ცენტრი ხარეული არის. რასაუბრობ? ბარსელონა, მილანი, რომი, პარიზი არის ქალაქები, სადაც 600-400 ევროზე ნაკლების მოპარვაზე აღარც სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება და არაფერი და ვინ მოთulis მაგ წვრილმან კრიმინალს, რომელსაც ეძახიან და გართმევენ ტელეფონ ჩანთას, კარაულს. გარტუნეთ, რომ იგი ის არ არის. და გეტოებში რო გახვიდენ, არ უნდა გახვიდე. მაჩეტეებით დარბიან ხალხი, რომელსაც არ იცი რა უნდა. აი იმას ვკითხავ ჩვენ ძმას, ამერიკაში რა ხდება ნიუ-იორკში და ამერიკა ლაშაბუღაზე გავუშვით და დავასრულეთ. გონიერება, ერთიანობა, თანმიმდევრულობა, რასაც დიდ ბოდის ვიხდი, მაგრამ რაკე თვითონ არიან ამ ასე ვთქვათ გართობით, ასე ვთქვათ დაკავებული ჩვენი ოპოზიციონერები ყოველთვის ვერიდები ხოლმე ციხეში მყოფი ადამიანების მინიმალურ კრიტიკასაც კი პოლიტპატიმრებს, მაგრამ აი ის რასაც თუნდაც იცი პრინციპში ენერგიის გახარჯვაც არ არის საჭირო, მაგრამ ძალიან სამწუხარო, როდესაც იმის მაგბირად რომ დავინახოთ კოორდინირება, დავინახოთ ის თუ როგორი მნიშვნელოვანი რაღაც ხდება, თუნდაც გუშინ Facebook-ს რო გადავხედე, რამდენიმე ასე ვთქვათ ლიდერი იყო ოპოზიციიდან, რომელიც ამაზე იყო კონცენტრირებული, რუბიოს განცხადებაზე მაგალითად, უმეტესად ისევ ზოგიერთი დაკავებული იყო იმ საყვარელი თამაშით ერთმანეთის წკეპლა, ხო, მიმოწერა, მოდით აი ეს კომფორტული სივრცე. აი გავაჩეროთ, ეს არის არაფრის მაქნესი მოლაყვი ადამიანი. არა, ნუ დეგენერატი. დეგენერატი. ხვალ ჩავკავთ იმედია ჩვენ ძმას ნიუ-იორკიდან და ყველაფერი იქნება კარგად. ყველაფერი რომც არ ჩავთვით, მაინც კარგად იქნება, მაგრამ დავინახავთ რა ვიდეოს, სადაც ის ფაშეს უნდა უთქვათ, რომ რამე ხეზე დადგეს, თორე შეუძლებელი კარებთან არ მიდა და კედელთან. იქო იყო იმასთან. სად? მიცადან არ ჩაგ. კანიდან ხო ჩაგვერთ სადღაც. და ის ვენეციიდან გვერდო და შეუძლებელი ოთახი იყო. ფარდა და ფარდა რაღაც. კარგად. გენაცვალეთ თქვენ. კარგად მადლობა ყურადღებისთვის.